Sean motherfucking Strickland. The Eminem. ბიჭო, ის Eminem-ის სიმღერა რომ დაუდე Sean Strickland ხო მაგარი იყო რა. იმიტომ რომ Eminem ხო სულ იძახის რომ white trash არის და რაღაცა რა. არის Eminem white trash, მაგრამ იდეაში ხო დაახლოებით ერთი და იგივე დონის white trash არის, უბრალოდ Strickland-ის ესეთი ბავშვობა აქვს რომ რა ვიცი. და ეგეთი ბავშვობის დედაც. მაგრამ თურმე child abuse არის საუკეთესო ბაზა MMA-ისთვის, რასაც უყურებ ახლა მე. აჰა, მაიონეზი მოიტანა ხვიჩამ. ეს მაიონეზი საიდანე? ეს რა, ხო იცი? ჩემი კულერი არის, მასურიდან გამომაქვს მაიონეზი. და ტელეფონის უკან დგამდა, ანუ აცივებს ხოლმე. ტელეფონს აცივებს მაიონეზი. ობიჯან ხო რა, თანამან არის და ანუ იმპონჩი მაქვს რომ არ გამიხურდეს, რომ ერთხელ გამიხურდა სიმართლე გითხრა რა. ვიღაცას რა თქვიანი კაცია, რა მოხერხებული კაცია, მაიონეზი დაციებს ტელეფონს. ტექნოლოგია, თუ როგორ იძახის ის ტექნოლოგია. 1 გრამს არ მივცემ. ჩვენ უკვე ვიწერთ რა და ესე ძალიან შინაურად გავხურდით უკვე საუბარით 259 ეპიზოდი არის. დღეს ვყავს The English Voice of რკენა El Bucho, გიორგი ბუჩუკური დაბრუნდა ჩვენი ძმა. Best country, Georgia! Let's go! ხვიჩექს, მაგრამ იხარია ხოლმე რა, გიორო ჩვენთან იჩითება ხოლმე და უკვე არის მესამეთ. მეოთხედ ვარ, მაგრამ იმ ერთხელ ჩუმად ვიყავი და ვერ შემამჩნია, რომ იქ კუთხეში შევიდე. და თან რა გუშინ დასრულდა რკენა და წარმომიდგენია როგორი დაღლილიც იქნები პახოტუ ხო, რა თქმა უნდა, მაგარი მუშაობა გამოგივიდა. ბუჭო, ხო ეს შაბათს ხო იყო რკენა და მე UFC გადავაბით და გუშინ ხო რა ცოტა წაუძინე. ეხა თამაში იცი რა არის, მე მყოფნის კარჩე 8 საათი ძილი ნაწილად რო გამოვაცხო 24 საათის განმავლობაში ვიბუსტები რა. ეხა დღეს მაგარი მუქოქილი ვარ დილიდან საქმეებზე დავბრუნდა. მოიცანი. კარს დავკეტავ, ხო ხუჩას რო ისა აქ რა ქვია, მაიონეზი დაციებს ტელეფონს და მე ნახე კარს როგორ დავკეტავ ახლა. ხმაური შემოდის და ჩავკეტავ. ტექნოლოგია. ბიჭო, უყურე რკენას, ხუჩამ რო უყურა, კი ვიცი, იქ დადიოდა. ბიჭო, კი. ოქტაგონზე. ეგ იყო ჩემი თავარი რა, თავარი ევენტი იყო რკენა და მე UFC რომ მოვიდა ძალიან დაბრდილი ვიყავი. როგორ უყურე, იცი, ხან მეძინა, ხან რაღაცა და რკენას უყურე და მე MVP-საც უყურე, UFC-ს ისე უყურე ცალთვალად და რავი რა, როგორი იყო, აბა, ანუ მესამე იყო შენი თან. მესამე და ანუ ენერგია და თვითონ რაღაც განვითარებაც თუ იგრძნობოდა ისე თუ ანუ რა იყო რა განსხვავებული ამ რკენაზე რა. ამ რკენაზე ყველაზე დიდი განსხვავება ჩემთვის რაც იყო და ყველაზე მთავარი პროდაქშენი ახლა ყოველთვის ძალიან კარგია და მაგაზე თავის ხარვეზები რაც არის და რაც იპარებასაც ახლა მეც ხედავ და შიდა გუნჩიც ხედავ, მაგას ასწორებენ და მიიყვანენ ბოლომდე, მაგრამ ჩემთვის თავარი იყო matchmaking-ი, იმიტომ რომ კარგი რაც არ უნდა PR-ი კონდეს, რაც არ უნდა რეკლამა აკეთო და კლიპები გადაიღო და ასე შემდეგ, თუ არ გამოვიდა ბრძოლები და კარგი ჩხუბები თუ არ შედგა, მაშინ შეგიძლია უბრალოდ წყალში ჩაყარო ყველაფერი, არანაირი ეფექტი არ აქვს, არაფერი დანარჩენ მარკეტინგულ კამპანიას და ასე შემდეგ და წინა რკენაზე ცოტა იმედ გაცურებული ვიყავ, იმიტომ რომ 4 short notice ბრძოლა ჩაჯდა და ამ 4 short notice-მა ცოტა გააფუჭა ივენთი, მაგრამ ეს მესამე რაც იყო შაბათს, ჩემი აზრით საუკეთესოდ დამეჩილი იყო და რა ვიცი, ძალიან გასწორა რომ ბოლომდეც ამ ცვლილებები რაც იყო, იმათაც კიდე უფრო დაძაბეს ბრძოლები და ძალიან მაგარი ჩხუბები იყო რა. მე მაგარი ნასიამოვნები დავრჩი. აი ეს რკენა იყო ჩემთვის ტოპ რკენა. ანუ თუ შარიქაძის ფაქტორს არ გამოვაკლებთ პირველი ვენზე, რამაც ბევრი ისეთი ხალხი მოიყვანა, ვინც საერთოდ MMA-ს არ უყურებს და იმის მერეს არ ყოფილან ახლა რკენაზე დარწმუნებული ვარ. მაგის გარდა ეს იყო საუკეთესო რკენა ჩემთვის. ანუ matchmaking-ით იყო ყველაზე ახლო და კარგი matchmaking-ი იყო. კი, მაინც მაგარი ისინი წამოვიდა, რაღაც პრობლემები წამოვიდა, ბიფები წამოვიდა, რომ აი სულ ქართველებს აგებინებთ და რაღაცა, მაგრამ აუ ეხა მაგ ვინც MMA-ს და მაგ ქართს უყურა, ეგ ქარდი ქართველებისთვის არ იყო შექმნილი სასაფათო. არა, კომენტარებში წერენ და ბევრმა თქვა რა და ბევრი კომენტარი. რატომ მოიგო ყველა ქართველბაო?
ხო რატომ აიგო ყველა არა უკვე ისეთ ორგანიზაციად ყალიბდებით რომელსაც ქართველებისთვის მოსაგებად ქართველების დასამარცხებლად ჩამოყავს ტიპებიო და ვაფშე არ ვეთანხმები მაგას სოზად ძალიან რთული ბრძოლა ქონდა გიგაურს ძალიან რთული ჭუბი ქონდა თუთარაოს ვაფშე ვიღაც ცხოველი ყავდა გონსალესის სახით უბრალოდ დახურა ტიპმა გონსალესის ყველა მთელი გეიმი დახურა ტიპმა და კიდე იყო იქ ძლიერება შაინიძესაც მაგალითად აი ხუჩას შეგირდს ბექა შაინიძეს ყავდა ბევრად მასზე გამოსტილი ბიჭი უბრალოდ ეჭიდავა და ძალიან ჭკვიანურად წარმართა თავის დებიუტი ისე რომ რაღაც იმებს არ გაეკიდა არ გარისკა და გეგმას მიყვადა გეგმა რა იყო მაგას მე უფრო ხუჩას წვენება მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მიყვა კუთხის დარიგებებს მითითებებს და შეასრულა თავის საქმე ხუთიანზე ანუ რთული ოპონენტები ყავდათ ქართველებს რეალურად მაგრამ ხო ეგ იყო ერთ-ერთი ნეგატიური რაც გავიგე რა დანარჩენი რა მე ძალიან გამისწორდა ეს კერა დიდხანსაც გაგრძელდა გრძელი ჭუბებიც ვნახეთ ძალიან მაგარი კარდი იყო ღვინიაშვილი გაიტესტა რაც დამევასა უფრო იმიტომ რომ აი მაგაზე ვსაუბრობდი რომ ღვინიაშვილი გაიტესტება და იმ გატესტვაში ღვინიაშვილის სუსტი მომენტებიც ვნახეთ და ისაც ვნახეთ რომ ტიპი როგორ დაძლია მისი სირთულე ესე რომ ვთქვა და ანუ მაინც გამარჯვებული გამოვიდა ტიპა რამ ხელა გაიზარდა ერთ ბრძოლაში MMA-ის თვალსაზრისით დარწმუნებულია რომ 2 წელი ევარჯიშა მაგას ვერ მოიმატებდა როგორც ერთი ბრძოლიდან გამომდინარე მოიმატა რა და რუბიკ ვირაბიანმა შორტ-ნოტესზე X1FC-დან მებრძოლეს შეხვდა რომელიც მას პირველი მარცხა ეგ 1FC-ში განიცადა და ხა შორტ-ნოტესზე შეხვდა რაფერ შეიძლება მაგი თქვა რომ ანუ რაფერ შეიძლება მაგი მოგება არ დავაფასოთ ანუ და თქვა ქართველები რატო იგებენ და ძალიან მაგრა იჭხობენ ქართველებმა და ძალიან მაგარი აფსეტები დადენ და ძალიან მაგარი შემოწრი კამბექები გააკეთეს რა და ყველა ბრძოლა ისეთი იყო რომ ძალიან ძნელი იყო გულგრილი ყოფილიყავი ზოგადად მატჩების მიმართ რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი დრამა ხდებოდა მაგარი ბრძოლები იყო დინამიკა ძალიან დიდი იყო რა და მე ჩემი თვალსაზრისით ბიჭო 100% თანახმოვარ ყველაზე მე სტაქტ კარდი იყო და რა ვაიბი და ამიტომ აიცი ამ კარდა რო პრელიმებში ხო იცი მშიერები და მკვლელები რო ჭუბობენ ხო იცი UFC-ში ხოლმე რა და უკვე ზევით ცოტა სახელიანები და ესე დინჯა პროზევით უფრო დინჯა და პრელიმებში უფრო ისეთები ხო ხარა ვირაბიანი ბერიძე და პალიანი და ისე და ბონდომესხი ხო ვაფშე საუბარი არა ამდენი ვაიბი და ამიტომ მაგარი ფრონტკიკი ქონდა პალიანს აუ ისეთი ლამაზი ფრონტკიკი მოარტყა სახიში მოარტყა პირდაპირ ეგ ჭუბი თავიდან პირდაპირ პირველად რომ მიყავდა ცოტა ვიფიქრე რომ მეთქი ადრე გააჩერა ცოტა ადრე გააჩერა თქო მე რო უყურე ის მებრძოლი 6 დარტყმის განმავლობაში არ განძრეულა და მე გამოიგვიძა მე ბოლოსკენ მაგრამ მე მაინც არ გავაჩერებდი მაგ ჭუბს და მივცემდი შანსს პალიანს რომ ბოლომდე მეეყვანა საქმე თუნდაც გაეთიშა რა და იმიტომ რომ სალაპარაკო დატოვა ჩემთვის ახლა სალაპარაკო დატოვა ცოტა ადრე გააჩერა დუდან არსიან ეგ ბრძოლა მაგრამ ნუ მაინც ძალიან მაგარი ფრონტკიკი იყო და დარწმუნებული ვარ მაინც ნოკაუტით დამთავრდებოდა ახლა დანარჩენებიც ბერიძე მიჭიდავა გოგოების ჭუბი ძალიან მაგარი იყო ბერიძემ კი არა შაინიძე მიჭიდავა ჯუბამ რომ მოიგო და გადაიყვანა და თავიდან ბიჭო ჯერ ეს ერთი ეს იაგო სილვაც მაო როგორი სისწრაფით აუღო ზურგი რაღაც მომენტში რა სისწრაფით აიღო ზურგი მე სიმართლე გითხრა ცოტა დაუფასებლობის მომენტი და როგორც კოუჩი წარმოვიდგინე იაგო სილვასაც ძინე გრეპლინგის უნარებისკენ ანუ ისე მაგრა აიღო ზურგი რომ მეც ვაღიარე რა მართლა ვაღიარე მე და ძალიან მაგარი გრეპლერი აღმოჩნდა იმაზე მეტი გრეპლერი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი რა კი და თან კიდე ამას რა ქვია მან იყო მაგარი მე რომ შემოვიდა ის უკრაინელი ჩოკობოკიო თუ რას უძახიან მაგას ვაგბზოლაზე ხო აი ხა მაგალითად ეგ იყო გაყრა იმიტომ რომ ჩემი აზრით ოქტაგონზე ასასვლელი არ იყო ჩოკობოკი საერთოდ მან მაგრამ როდესაც მოიგო ჯუბამ და წამოვიდა და აქეთ ჩემს უკან იჯდა ზუსტად ჩოკობოკი და ხელს იშველა ჩოკობოკის ხარეს რა მაგ მომენტში ჩოკობოკი გახტილი ესე იმებით დომინიკ ტორედოს მაისურით იდგა და ხელები ესე ქონდა გაშლილი რა და ეგ იყო ძალიან მაგარი კადრი და მაგათაც კამერა საერთოდ არ უყურებდა ჩოკობოკს მეგონა მაგას აჩვენებდნენ მაგრამ კამერა მაგინეს დავამიღავებ საერთოდ არ იყო ჩოკობოკს ჯუბას უკან ვიყავი და ასე აიღო და ესროლა ხო აზე ხარ რა აი მაგარი იყო ძალიან მაგარი იყო სცენა იყო რა და იქაც უნდა ყოფილიყო კამერა არ დაკარგა მაგი კადრი ბიჭო UFC-ს რო ის ყავს რა ქვია ვანი რო ყავს ხო აზე ხარ იქიდან ყველაფერს რო აკონტროლებენ მანდაც ეგრე არის იყო რამე რო შემოუშვითო თუ ყველაფერი ნატურალურად მოხდა თუ რა კონჩი არა იქ რა თქმა უნდა ყველა on point არის რო აკონტროლებენ ვინ შევა და როგორ შევა და რანაირად ეხლა წინაზე ხო ფულა დაავიდა სარასი არვისთან და ეხლა ის რა ქვია ჩოკობოკი ავიდა იქ და ჩოკობოკი ვინ წაიყვანა და რაღაც არ დამინახავს ზუსტად სიმართლე გითხრა მაგრამ
მე მაგალითად აყვანის მაგივრად იმ კადრს ავიღებდი, რომელიც ბუნებრივი იყო და ასეთ ეს რაც აკეთებდა რა, იმიტომ რომ ეგ მაგარი იქნებოდა. და მე შეიძლებოდა კიდე. იაუკეთენ და ხია, მაიკი იაუკეთენ და მე მგონი უღებდნენ. ანუ ლაივ რეაქციას უღებდნენ, როგორც ჯუბა ჭუბობდა. ჯუბას ბრძოლაზე. მე მგონი კამერაც კი წინ დაუდგენ და ხო ეს UFC-ის დროს აი ტრანსლაციაზე ვაჩვენებენ პირდაპირ. ეხლა მე შეიძლება კონტენტში გაიტანო სადმე, მაგრამ ტრანსლაციაზე ვაჩვენებ პირდაპირ, მაგას სხვა მუღამი აქვს რა. ora კი რა თქმა უნდა ის კადრი ძალიან მაგარი იყო ანუ რადგანაც ნატურალური კადრია რომ ჯუბა ასე გაჭედილი მოდის და თვალებით ეძებს ჯოგო ბოქს და დაადო და რავი მაგარი ყოფილი დარწმუნებული ვარ რომ მაგრა უნდა ჯუბასეს და მეორეთ არ მგონია რომ ეგრე დამთავრდეს რა ანუ ხოაზე ხარ რა lightning doesn't strike დამთავრდეს მაგარი ისტორიაა იგივე ჰა როგორც არ უნდა დამთავრდეს, ზოგადად მაგარი ისტორიაა და თავარი პოინტი რა. ბულგრილი მაყურებელი ვერსეთი მეჩაპის მიმართ ვერ იქნება რა. ისეთი მეჩაპები არის აკეთებული, რომ რავი, მაგრამ და არარეალურია, რომ არ იყო დაინტერესებული თუ ოდნავ მაინც სპორტი გაინტერესებს. ხო და რატო იძახიან რომ ყველა ქართველი იგებს ას ჩოკობოქს ხო აქ მოგება, არა ერთი აქ თუ ორი უკვე. ორი მგონი, ხო? ორი მოგება, ამ ივენტზე რატო მოიგო? ამ ივენტს. ბიჭო, ეგ ჩემ წიგნში ოკეია რა, ანუ უყურე რაც არ უნდა იყოს, ხალხის აზრი არის ხალხის აზრი, ვიღაც ესე ფიქრობს, ვიღაც ისე ფიქრობს. ეხლა მაგის გამოსავალი არის, რომ აიღო და ორი ქართველი აჩხუბო ერთმანეთს და ჩემი აზრით აი ამ ივენტზე დაჭდა იდეალური მსუბუქი წონის ბრძოლა, ბიჭო. იდეალური მსუბუქი წონის ბრძოლა, რომელიც მე მაგრად მაინტრიგებს. ეხლა მაგალითად დიდი სიამოვნებთ ნახავდი თუთარაული ლორდ კიფანიძეს აი სენდვიჩი რო იყოს შევჭამდით, მაგრამ დაჟე ფრიდა კოკაკოლა არ მინდა, პირდაპირ მაგ სენდვიჩს მივირთმევ, ისეთ კარგი ამოს დამეტოვებს დარწმუნებული ვარ. და თვითონ რას ფიქრობენ? მე ლორდ კიფანიძეს უთხარი ეგ ჩავაწვეთ თემაზე რაღაც დინერივით ვიყავით მე და მეთქია თუთარაცა თქო და წინააღმდეგი არ წასულა, რა ულოსთვის არ მეთქვამს არაფერ. წინააღმდეგი არ წასულა და რავი ეხა ორივე ესეთი ტიპია, ორივე მებრძოლია, ათლეტია და ჩემი აზრით მაგათ ჩვენ ვიფსახურებთ რომ მაგათ იჩხუბონ ერთმანეთში და ეგ სიამოვნება მივიღოთ. აგერ ხუჩა აგერა. შენთან არა ვარ წვა არ მინდა მაგის ნახვა დედას ვიცა. შენ ანუ არა შენ იმენა ქართული მარტო ქართული გადმოსახედიდან უყურებ ამ თემას და ეგა პირიქით ორი ძალიან მაგარი ქართული მებრძოლი იბრძვის ერთმანეთთან, რავი მაგარია. ბიჭო, ხო და ორივე მევასება და ორივე ქართველია და არ მინდა რომ ერთმანეთი მასქნან ხო აზე ხარ. დააზიანონ, იმიტომ რომ აი ჩხუბი იქნება რაღაცა ხო სიგიჟე არა სტილისტურა სიგიჟე ბრძოლა მაგარი მატჩი არის თქო უნდა აი ხო სტილისტურა და რაღაც ხო ფანოლის შესახებ ძალიან მაგარი ბრძოლა არის ანუ ის რა თვალსაზრისით რომ old school-ი new school-ი რაღაცა power house-ი და ამდენ მაგრამ მე ვფიქრობ რომ დავით იმდენი დრო აქვს გატარებული რაულისთან ანუ ისეთი კომუნიკაცია აქვს რომ რაღაც შეიძლება არაორგანიკულად ანუ არ შეიქმნას მაგი ბრძოლა მაგიდან გამომდინარე რა იმიტომ რომ დავითი უფრო სხვა განუმიზნებს რაული უფრო აქა რავი რა ბევრი რავი არის ხო იცი MMA-ში ზოგადად რა მაგრამ სტილისტიკურად მაგარი მეჩაპი არა თქმა უნდა რა ძალიან მაგარი მე მაგრად მინდა მაგ ჩხუბის ნახვა შენ და ის ინგლისელი რო არის რა, წამყვანი რო არის. Andy მაგარი სახართ, couple გამოხვედით რა, ანუ და მაგარი ისა. couple არტვა გლობას გაფიცებ couple არტვა რა. რა, გიტყობა ძმა. კაი დინამიკა გაქვთ რა, დუო ხო, დუო. კაი დინამიკა გაქვთ რა მართლა რა და ისა და ამ მესამე რკენაზე ფიქრობ რომ იყავი flawless ანუ რავი შეცდომა მე ვერ იმას ვქენი რა ხანდახან შეიძლება რომ სახელი შეგეშალოს ან რაღაც მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ რა ვიცი მართლა და ძალიან ის იყავი რა flawless რა perfect გაიხარება ბიჭო ვიზამები ხოლმე იმიტომ რომ ქართულად სწრაფად ლაპარაკი ვისწავლე სპეციალურად აი საქართველოში რომ ჩამოვედი მე ქართული ხო თავიდან დავამოღამე სწრაფად ლაპარაკი ვისწავლე სპეციალურად და ეხა ინგლისურში გამიყარა მაგან ინგლისურში ეგ სწრაფად ვერ მეტყველებ და ეხა ვცდილობ რომ ისიც დავამოღამო და ვნახოთ რა გამოვა აი ჩემი ყველაზე სწრაფი ლაპარაკი ქართულად არის ის რასაც ეხა ვიტყვი უბრალოდ მინდა შევახსენო ხალხს რომ Fight Hop podcast-ი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან
აჰა, განვაგრძოთ დღეს ჩვენთან არის ელ ბუჩო, გიორგი ბუჩუკური და ეს კითხვა მაქვს შენთვის რა. ყველაზე ისეთი მომენტი იყო, ვახსენე წინა პოდზეც, რომ ანუ ყველაზე აფეთქებული მომენტი სოზამ რო გადახტა რა, ის სამკუთხედი ამბარით რომ მოიგო და გადახტა, ეგ იყო რაღაც ძალიან ვაუ მომენტი იყო რა და შენი აზრით რაც გინახია კენაზე რა მომენტს ამოირჩევდი რომელიც იყო ეგეთი დონის დიდი ვაუ მომენტი თუ ეგ იყო ყველაზე ხმაურიანი რა შენი აზრით ბიჭო ხმაურიანი მომენტი ყველაზე ხმაურიანი მომენტი ხო მე სოზას პერფორმანსი რატო გამისწორდა იცი წინაზე რომ ვიჩხუბა პირველ კენაზე რომ ვიჩხუბა იქ ფეხი რო დაუზიანდა მეტოქეს მე მან სოზას დაზიანება ვერ ვნახე რა და ამ კენამაც კამბექის ბონუსი რომ მისცა მაგაზე უთხარი პირდაპირ რომ ძმა ეგ არისო თქო კამბექი ტიპს ფეხი დაუზიანდა მანამდე იგებდა ბრძოლას ტიპს ფეხი დაუზიანდა და ეგ ახლა მაგას სოზას პლუსში ნუ ჩაუწერთ იმიტომ რომ კაც ხელოვნურად არ ჩაუწერო პლუსები მაგ მებრძოლს ბევრი ისეთი კარგი რამ აქვს გაკეთებული კარიერაში რომელიც შეგიძლია რომ თქვა რომ აგერ ძმა სოზას ეპიკური ჩხუბის სოზა ძალიან მაგარი მებრძოლია და გამიხარდა ის რომ ეხლა მოხდა ეგ თემა ეხლა და კამბექა და ეხლა აიღო რეალურად ის ბონუსი უნდა აიღო აი ამ კამბექისთვის იმიტომ რომ ძალიან ცუდად მიდიოდა ჩხუბი თავიდან სოზას ასარგებლოდ საერთოდ მიდიოდა და იმასთან რა ქვია საიდან მთელი ტრანსაციის განმავლობაში ეს ენდი მეუბნებოდა რომ ის დამთავრებულიო რა მაგის ამბავია და მე კიდევ ახსენებდი რომ მეთქი ბრო he's got a dog in him მეთქი ძაღლი ყავს თქო ამ ბიჭს რა და ბრძოლის ბოლომდე სასში იქნა მით უმეტეს ორჯერ თუ სამჯერ თითქმის ჩაკეტა ეს სამკუთხედი მანამდე ჩაუკეტა ეს სამკუთხედი და ხო ვიცი ხა ტიპთან აჭირავებიც მაქვს მაგის გრეპლინგების საყვანელი მაქვს და ვიცი რამდენად სწრაფია ამ locking up triangles etc და რა შეუძლია და თან კიდე მაგის შემართება ვიცი რომ იმას წაგებას სიკვდილი ურჩევნია ბიჭოს ეგეთი ტიპია რა პროსტა რა ძალიან სხვანაირად უყურებს ამ თავს მარტო წაგება მოგება და არ უყურებს ხდები ანუ გადის ან უნდა მოკლას ან უნდა მოკდეს ეგეთი მაინდსეტით გადის და გრეპლინგზეც ეგეთი მაინდსეტით გადის ტიპი თავის მაკაც ეჭიდავა მაგან და ფოლადან ხო იჭიდავის გამაგრეპლინგზე და ვითომ აი რაღაცა ერთმანეთთან რაღაც მეგობრული და ის რა უნდა ყოფილიყო კისრებს აზრობდნენ ბიჭო ერთმანეთს რამის გადავარდნენ ერთ მომენტში იმიდან აქვია KG-დან თუ პიტიდან თუ რაღაც ხო ხდები ანუ ეგეთი ტიპია ეგ რა და მაგრად გამისწორდა რომ ეს მომენტი ქონდა ეხა სულას და ეხა დამსახურებულად comeback of the night კი არ არის comeback of the fucking organization არის so far ამ სამში ყველაზე მაგარი comeback-ია მაგრამ მაგის გარდა სოზას გარდა ძალიან ეპიკური იყო ჩემი აზრით გიგაურმა რომ მოიგო იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეჭვი მაგაში მეპარებოდა ეს სამირ კადი ვინც ყავდა მაგაზე ფიზიკურია უფრო დიდია მაგაზე რთული წასაქცევი ტიპი იყო ფურცაზე მაგრამ გიგაურს არ გაჭირვებია წაქცევა გადაიყვანა დაკონტროლება იყო ცოტა რთული მაგრამ მაინც აკონტროლა მაინც შეძლო და სწორია ტიპი პირველი 5 წუთის მერე აღარ ვარგოდა ფიზიკურად და მაინც მოიგო ეს ბრძოლა შემდეგი 10 წუთი რავე will power-ით გააკეთება ხო იცი ეგ ქონდა და კიდე რა მაგის გარდა აი ჯუბას comeback-ი ძალიან გამისწორდა იმიტომ რომ რეალურად საკმაოდ ესეთი სევდიანი ნოკაუტი იყო პირველ ბრძოლაში და მაგანაც გადაუარა ამ სილვას რა გადაუარა ამ სილვას ოდეშიც მეგო ჩემ ბავშვობის მაგაცის მამა კარგი ჩემ ბავშვობის მაგაცის გარაჟი მაქვს ნაკირავები ოფისად და ჩემ ბავშვობის მაგაცის მამა შაქრო მაგარი კაცია. შაქროს მაგარი კაცია. მაგარი კაცია. Let's go შაქრო. ო, ეს რაღაც სადაც ლაივში ვარ ვიწერ რამეს და რაღაც თემები ხო ხდები. არ უქმდებარება. Let's go შაქრო. Let's go შაქრო. ხო და ბერიზის გამარჯვება ძალიან ესეთი კარგი და ეპიკური და ხმაურიანი იყო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მომენტი ამ კენაზე სოზას კამბექი იყო სასახად. ბიჭო მიდის უკვე ესეთი თემა შენი აზრით რომელ დივიზიონში უფრო არის ჩამოყალიბების ვარიანტი ყველაზე მალე რო შედგეს ანუ კამრის პონტი და რაღაც თუ ჯერ მაინც ადრე არის ბიჭო ალბათ სუპერსუბუქშიც კარგი სიტუაცია და იმაშიც რა ქვია მოიცა ეს 130-ში იჭხუბეს ამათ ხო ხა ჯუბამდე ფლაივეიჩი კარგი სიტუაცია ბენთემში ნელ-ნელა და მე სუბუქი წონა მომწონს მაგრამ აგერ თავკაცი ხვიჩა ქორიძე იძახეს რომ არავე ბრძოლავდა რა ვიცი
მე მაგ ბრძოლაზე ემანა იცოდე ხუჩავ ლობირებ ძმაო ლობირებ ყველა დონეზე უჯ რა მევასება იცი და რა მომწონს ზოგადად ხო რომ ანუ შენ ხარ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წამყვანი ყველაფრის და რატო მომწონს როგორც რესპონდენტი რა რომ ზოგადად ანუ ბილკუთხებს არ აეცებ რა რაც არის ანუ რაც ახლა კითხვა აღმოჩნდა რაულის post fight speeches შემდეგ ხო რეალურად შენ მაგი ორგანიკულად გააგრძელდა ფან შესახედით რა თქმა უნდა 100%-იანი შენ დანახმობა ანუ მე რო არ ვიცნობდე რაულს და არ ვიცნობდე ლორდ კიფანიძეს და არ ვიყოთ ესეთ ჭიდრო კავშირში ერთმანეთში რას ლაპარაკობ ეს ბრძოლა გაყიდი და 100,000-იან არენას გაყიდი და დარწმუნებული ვარ და კიდე ერთი ნახევარ საქართველოს პეიპერვის აყიდიები და კიდე ალბათ ის მაგარი არის უბრალოდ ისე გამიყურება იმდენად პატარა კომიუნიტი ვართ მე მის მებრძოლეები ხო რომ მგონია რომ არა ორგანიკული არის არ შედგება მგონია თორე ხوازე ხარ ყველაფერი შესაძლოა დედამიწაზე მაგრამ მე მგონია არ შედგება მე პირადად დიდად მომხრე არ ვიქნებოდი იმიტომ რომ რაული დავითი up and coming მებრძოლია და რაული როგორ აიცი ხა თქვათ ხო ხა სამყარო სადაც რაული იგებს ხო იქ ლორდ კიფანიძეს განა რამეს კი არ კარგავს რაულთან წააგო ხوازე ხარ ხა რაულთან წაგება გრეხი კი არა ცოდვა კი არა მაგრამ ანუ ზოგადად თუ რაული აგებს ხო რაღაცა ფინალურ ნაბიჯსაც ვერ დგამს მისი კარიერის ესე რომ ვთქვათ რა და ზოგადად ანუ დიდად მარც მოგების შემთხვევაში არ წაგების შემთხვევაში არაფრის დიდით მომტანი არა ამათვის რა წაგების შემთხვევაში დამაზიანებელი და მოგების შემთხვევაში დიდად მომტანი არა ჩემი თვალსაზრისით რა პლუს ანუ რაღაც მაინც ქართულ კომიუნიტიში შერეული ორთაბრძოლების ბიფს ქმნის რაღაცა ხوازე ხარ ხო არის აი ცივი ომი და რაღაცა მაგრა არ მევასება და მაგრა ვარიდებ თავს და აი ძალიან მაგრამ აი ურთიერთობაში ვართ ყველა და რაღაც პონჩი ძალიან მიხარია რომ კენა გახდა ის ცენტრი შერეული ორთაბრძოლების ხوازე ხარ რა სადაც წარმოვიდგინე ხარ რამოდენიმე წლის უკან ყველა კლუბის წარმომადგენლებს რომ ერთი ვენზე ეჭხობა ესეთი ხარ ყოფილა არასოდეს რა ყველა კლუბის წარმომადგენლებს რომ საშუალება ქონდა ერთი ვენზე ეჭხობა რა და მაგით ვარ ბედნიერი რომ მასე არის გახსოვს იმაზე ჩვენ Fight Night Live-ზე რო თქვა აი ეს Bad Blood-ი ესეთი აი ბინძური მოძრაობები მაგრამ არ მომწონს და არ მინდა რომ ესეთი ბინძური მოძრაობებიც დაარჩეს აუცილებლად შეიქმნება და შეიძლება მაგიტო უფრო არ შედგეს მაგი ბრძოლა რა და ვერ შედგეს სტილისტიკურად პლუს მაგნაირი რიცხვებიც არ არსებობს მე მგონი დღეს ახლა რომ ლორდ კიფანიძეს მისცე და იქნა რა ქვია რაულის მისცე რომ ერთმანეთს შეხვდნენ რა ვიცი ძალიან ძელი მაგევენს ერქმევა რკენა Civil War ბიჭო ხოდა უყურე მასე არ უნდა გაყიდოს მაო ეგ ბრძოლა მასე არ უნდა გაყიდო ეგ ბრძოლა და თან კიდე მე აი თემა მამასაშვილი ხო იცნობ შენ ხუჩა შეგიო ნოსტალგია შენს რეგიონის დამფუძნებელია მოგეთ AGP-ს იმას ამას ატარებენ ხოლმე საქართველოში და თემოს და მე მიყვავს გამაგრებლინგი და იქ სულ საუბრობთ ხოლმე რომ აი ჩვენ აი პატარა კომიუნიტიში როგორც საზოგადოებაში როგორც საქართველოა ეს ტრეშ-თოლკი და რაღაც არ მუშაობს და თან ცოტა ემოციური ხალხი ვართ ქართველები და არ უხდება ტრეშ-თოლკი ჩვენში დავაპარაკს იმიტომ რომ რაღაცებს შეიძლება გადაიზარდოს და ეგ დატვირთა რა თქმა უნდა არ უნდა მიეცეს უბრალოდ არანაირ შემთხვევაში არც იქნება იმიტომ რომ დავითი არც იქნება დაწონებული ზუსტად კი ხო და სუბტასპორტული თვალსაზრისით ეხა მე ის გონზალესი რო ამოვიდა ვიჯექი თუთარაულთან და გონზალესი ავიდა წონას ამოწურდა წონის კლების წინადღეს და რაღაცა თქვა რაც გონზალეს მოვიდო და ეხა ვერ გავიმეორებ აქ მაგრამ ხო ხტები ასეთ რაღაცას არასოდეს 100 წელი არ იტყვის ერთი მებრძოლი ქართველი მებრძოლი მეორე მებრძოლზე ხო ხტები რა ანუ ისეთი მაინდსეტით იყო რაც შევამჩნიე ეხა თუთარაულს ხო თავის მეტოქეებზე ესე არ არიანო ძმა მოდი აბა უკეთესმა მოიგოს და რაღაცა არ არის მაინც ჩხუბია და თავის დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს რა და ნახოთ თქვენ გადაწყვეტთ მაგას ეხლა შემწმელებს მენეჯერებს იმას ამას დარწმუნებული ვარ შემოგთავაზებენ იმიტომ რომ დღეს დილით დოდევა უკვე მივაო ისე რომ გონზალესისგან იყო trash talk-ი? გონზალესისგან იყო არა გონზალესმა პირიქით ჩოხა ჩაისვა და რაულ თუთარაულმა ჩაილაპარაკა რა მოვიდო და გონზალეს სასწაულზე რა იდგება და რაღაცა თქვა რომ ამას რაღაცა მოუვაო რა და იქ ვიჯექი პროსტა და ერთად საუბრობდით და რაღაც და წინა ღამეს თორე ეგ ხო ხტები ანუ ისეთი ვიღაცა რო გინდა დააზიანონ და რაღაც და ეხა აქ ცოტა სხვა არის დაგირეკავენ გეტყვია შემოგთავაზებენ ალბათ ბრძოლებს და მაგრამ თქვენი ცით რა მე უბრალოდ როგორც ფანს ხო ჩემ ფანი ჩემში ითხოვს მაგ ჩხუბის ნახვას
ბიჭო მე მევასება ინსაიდ გაუნხილავ ცოტა კიდე ფაითობზე შენს ბიჭო რომ რაღაც პონჩი მეჩაპები უკვე დანიშნულია რაულისთვის კი არა და დავითისთვის და შეიძლება მაგი ცოტა შორტ პერსპექტივაში იყოს მაგნაირი ბრძოლა რა მარცა ხო პლუს რაღაც ნახაზი შექმნილი არის რა ამიტომ ცოტა გული გავიგრილოთ მაგ ისტორიის მიმართ ცოტა ბაზარი არა ანუ გეგმები არის მაგრამ we don't know what სახელები ჩარეჩვა რა და ბიჭო რა მომეწონა იცი მე მევასება ხოლმე რომ მებრძოლი რომ ჩადის და შეიძლება მერაბიმ რომ მექსიკა გაიზიარა თუ რავი და ახლა ეგ შეიძლება სხვანაირი იყოს მაგრამ მომეწონა ის იდეა რა და ის იდეა კი არავის ჩოხა ჩაიცვა და ეს ალბათ production-ის იდეა იყო და შეთავაზეთ და რაღაცა ხო იმიტომ დარწმუნებული ვარ არ მოაფიქრდებოდა თვითონ რა ჩოხის თემა ხო ბიჭო არ ვიცი ხა გვინერები მე რამე თუ შესთავაზა მაგრამ გონსალესი იყო მაგის თუნარი ჩემს გონსალესი კი არა ჯოუი როდრიგესი მაგის თუნარი იყო ჩემს გვერდზე და ეხა ნახავ რას მოვიფიქრეთო და ეთქვა თვითონ მოვიფიქრეს იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში საღო ეგ ძალიან მაგარია და რესპექტად წონას ვიკლებდით და ძალიან მაგარი ტიპია ეშხიანი ტიპი არის ადეკვატური და ეშხიანი ტიპია ძალიან ხოლმე ხარა ისეთი არის დამუხტული როცა ჩვენები გვტებოდნენ ის დაქოქილი იყო რა და მე ძალიან მომეწონა მაგი პიროვნება ძალიან საინტერესო მებრძოლი იყო და საბრძოლო მენტალიტეტის მის ძალიან მომეწონა რა ბიჭო და მე მიხარია ის რომ ყველა მებრძოლმა რა მიკროფონი დაიკავა მერე რა უცხოელებმა რა აი როგორ აქეს აი on გულიდან რა არანაირი ის არისო რა უბრალოდ რომ ხოიცი უბრალოდ რომ უნდა თქვა thank you for giving me a chance და ეგ არა ანუ ძალიან ჩაიმასქნეს რა დაუსვეს წერტილი რომ რა მაგარი ორგანიზაცია არის და რავი როგორ კარგად ექცევიან ალბათ რა მაგიტომ ყველა გურწფელი მიმაჩნია უცხოელები რა რომ გამოდიან მიკროფონზე რომ ძალიან კარგად საუბრობდნენ რა რკენაზე რა ეს ძალიან მაგარი არის და მე მინდა რომ რა თქმა უნდა ეს გაშუქდეს იქით რა მაგალითად ეს ფინელი იყო ფინეთში გაიგონ უკვე ფინეთში იციან რომ აუ ეს მაგარი ადგილი არის ძალიან მაგარი რაღაც არის ის სადაური ამერიკელი არის ხო ანუ ეხა ალფა მეილს არ გაუკვირდება ეხა ორგანიზაციები იციან მაგრამ ხოაზე ხარ ანუ ეს რომ ჩავა რომ ჩაიტანს რომ აი ეს კენა რაღაც ხოაზე ხარ ძალიან მაგარი არის რა აი მაგრამ გვეჩაიტან ბაზარია მქონდა საუბარი და გაუბრები და რაღაც შემოთავაზები უკვე აქვს რომ ანუ ხო იცი წინასწარ რომ რიგში გავები რომ რიგში დადგე რა მაგნაირი ისტორია აქვს მაგრამ ხო უკვე ალფა მეილთან გავხსენით რეკორდი ხო ჩვენ ეხლა შემდეგში სხვას გამოაგზავნიან და მე რა ფინელებთან ისა დავა იმას ვქენით ხო ფინელებთან რეკორდი და მიდის რა ეგრე რა და საინტერესო ფაქტია რომ ბრაზილიელები რამდენიც არ ჩამოვიდა არ და კაი ბრაზილიელები ჩამოვიდა რომ ვთქვათ რომ ცუდი ბრაზილიელები ჩამოვიდა ეხლა ძალიან ისეთი გამოგვივა საქციელი რა ალექს ოლივერას ცუდი ბრაზილიელი წაუწოდა თუ იაგო სილვას უწოდა ცუდი ბრაზილიელი თუ ანუ კიდე სხვა მაგრამ რაღაც ვერსიით ბრძოლაში ვერ შეძლენ თავი გამოაჩინა ბრაზილიელებმა რა განა ოპოზიციაც დახტა ეხლა ღვინიაშვილი დახტა ლორდ კიფარიძე დახტა და სიკტირვით ფშიერი ბერიძე დახტა და ანუ ძალიან წელია მაგვარი ბრძოლას რომ მოუგო მეჩი რა ბრაზილიას ფინელებს შედარებით კარგად ასპარეზობენ ბრაზილიელი ვინ გამოდის ლოპეზი უკან რო იჯდა და იმას ჭამაონიო მამაო და არაფერი რო არ გააკეთა ბიჭო ის ლონტოპს მაგარი ჩხუბი ქონდა მაგალითად პერუელები მაგრად ასპარეზობენ კოლუმბიელებმა გოგონფრო მაგრად ის ასპარეზა ვირაბიან მაგრამ რა უქნა ჩემ მე რომ ნახე ეს ტრუხილო და ცხვირი ესეთი შენგრეული ქონდა მე მგონი ორჯერ მიიყვანეს ხო კლინიკაში ქუჩა რაღაც ორჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში ტიპი რა გადაიყვანეს გამოწერეს გადაიყვანეს ისე ცოლქმარი რო იყვნენ ცოლქმარი ხო ხორტომ რომ მოუგო ხო ფინელმა ბატონო ის გოგოც მაგარი იყო ძალიან ის ხორტო ჭიდაობაში მოუგო ტიპმა გრეპლერს ამ ბიჭო შემდეგი კითხვა მაქვს მაგრამ მაინტერესებს როგორი იქნება რკენის კამარი და იქნება თუ არა რკენით დამზადებული რკინით რკონით bro ნანახი გაჩენ თუ ვაფშე არ არის ჯერ დიზაინის და რაღაც არა მე ნანახი არ მაქვს და მე ზოგადად დიზაინის ამბებში ვერ გამოვდგები ჩემს ოლზე მაგის აუთსორსი გაკეთებული ყველაფერს დიზაინი მაგრამ ვიცი რომ შენ არ მოგეწონა ისა UFC-ს დიზაინი ხო მგონი
ბიჭო, მე არ მომეწონა UFC-ის უნიფორმების დიზაინი, ხო, McDonald's-ის სპორტულებს რო გავს, იმენა ციური სპორტულებს რო გავს, მაგრამ გატეხათ, არავითარი ინდივიდუალური თემა არ არის, ანუ უკვე აქვს ამ ტიპებს ინდივიდუალური ფორმები და ეხა არაც მე ვაცნობ იმას რაღაცა სიგიჟეს და კამარი არ ვიცი, კამარი დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარს გააკეთებენ, ეხა ჯგუფი გვაქვს ჩვენ Fight Night Squad-ი, ჩვენი შოუს Fight Night Live-ის Facebook ჯგუფია და იმაში დაიდო რამდენიმე ვარიანტია, სხვათა შორის ნორმალური ვარიანტები დაიდო და რავი, ქართული თემატიკით ეს არ გაგუჭირდება, მგონი ძალიან მაგარი კამრის დიზაინი რა, ერთი სული მაქვს, როდის დაიდო. ძალიან ძიმე უნდა იყოს, ოღონდ ჩემი აზრით. ქართული კამარი ძალიან ძიმე უნდა იყოს, ხო ხარ. ლელო ბურთი რო არის, ხო იცი 20 კილო რო არის თუ. მე ჯანჯალიას სტრატეგია და მე ვასე იცი, რომ არსად არ ჩხარობს ტიპი, ანუ წლის ბოლომდე ალბათ გვეწოდინებაო რო ამბობს რა და არსად არ ჩხარობს არანაირი ეს სტილობა რო გაყიდოს ივენტი იმით რომ აგერ კამარი შევქმენით და უბრალოდ რომ 3 რაუნდის მაგალითად 5 რაუნდს ვატარებთ და რეალურად ლეგიტიმური კონტენდერების სივრცე უნდა შექმნას და რაღაც აი ლეგიტიმიზაციაო სპორტული თვალსაზრისით ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს რომ აკეთებენ ზოგადად რა მთელი გუნდი რომელიც მუშაობს სპორტულ შემადგენლობაზე რკენის რო არსად არ ჩქარობენ არანაირი ლიდ სახელი არაფერი საინტერესო არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ამ ადამიანს რამოდენიმე მოგება რქონდეს რკენაში და იყოს ვინც არის რა ასე რა ეს ხო მაგ სწორ ფილოსოფიას მიყვებიან რომ თავარია კარგი ბრძოლები და კარგი ათლეტები და სპორტული თვალსაზრისითაც საინტერესო ჩხუბები რა კამრის ღირებულებას არ აუფასურებს მაგენ აი მატებს ძალიან მაღალ დონეზე კამრის ღირებულებას იმიტომ რომ ჩვენ ახლა კამრები რო ვაპომპოლავთ ერთმანეთში და პასივით ერთმანეთს ვაძლევთ არაფერი არა კამარი რა არაფერი არ გამოდის კამარი მაგ შემთხვევაში რა არ ჯობია რომ ტიპებს დრო კონდეთ რომ თავის დივიზიონებში რაღაცნაირად იმას ქნან აი სახელი მოიხვეჭონ ასე ვთქვათ გაუმჯობესდნენ ეს ისტორიები დაწერონ ჰაილაითები შექმნან და მე კამარზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა ეხა სოზაშვილმა რაც გააკეთა ამ ივენტზე ბევრად უფრო აიმაღლებს ცნობადობას მაგალითად ბერიძე დაბრუნდა და ლეგიტიმური იქნება მისი პრეტენზია კამარზე ჩოკობოგთან თუ იქამდე მივიდა საქმე და ანუ მე ახლა ჯუბას ცოტა ერთ მომენტში არ დავითანხმე რომ ჩოკობოგთან რევანში კამარზე მინდაო ანუ ლაზურულის ხოს მე ვფიქრობ ჯუბამ 1-2 ბრძოლა უნდა მოიგოს კიდე რომ კამრამდე მიაღწიოს რკენის ან ნებისმიერი 3 რაუნდიანი შეხვედრა და გინდა 5 რაუნდიანი და არა სატიტულო შეხვედრა ჩოკობოგთან ორგანიკული და ლოგიკური და ანუ ზება ფარგლებში ეს არის რა და სხვა შემთხვევაში ხა მაგანდა ჩოკობოგმა რო იბრძოლო კამარაზე ხო ჩემი თვალსაზრისით ჩოკობოგმა მინიმუმ კიდე ერთი ბრძოლა უნდა მოიგოს და ჯუბა მინიმუმ 2 ბრძოლა უნდა მოიგოს კიდე რა რომ ერთ გაუსწორდნენ ასე რომ ვთქვათ რა და პლუს ოპოზიციას უნდა იყოს სათანადო რა თქმა უნდა ჯუბას თვის იმიტომ რომ ჩოკობოგი ფაქტიურად ეხა ფლაივეიტში ძალიან წინ არის რა ძალიან წინ წავიდა პუჩ იო რამდენი დრო დაჭირდება რომ ყოველთვე ჩატარდეს სკენა არც ვიცი საჭიროა თუ არა ყოველთვე რკენას ჩატარება, იმიტომ რომ რაც UFC-ს მოვიდა ეხლა ცოტა განზავდა პროდუქტი რა და ჯერჯერობით როსტერიაში საქმეები, ვარსკვლავები ჩამოსაყალიბებელი, ბევრი რამ არის. საქართველოში არ ვიცი ყოველთვე რკენას ჩატარება, რამდენად მზად არის ბაზარი. ორ თვეში ერთხელ მგონია რომ ნორმია და ჯამში თქვა აი 5-6 ივენტი წლის განმავლობაში მე მგონი კარგი იქნება იმისთვის რომ დაკმარისი პიარი ძალიან ბევრი ენერგია მედის მაგის პიარზეც ბევრი კონტენტი იქნება ბევრი რამ ხდება რა რკენაში და ორი წელიწადში 2 ივენტი იდეალურია და მე მგონი წელს ეგ მოხდება რომ 6 ივენტი ჯამში ჩატარდეს ძალიან მაგარია მე ახლა როგორ ვხედავ ის რკენას რომ პირველი წელი რა თქმა უნდა 5 ტირა 6 ივენტი უფრო ლოგიკურია და ანუ ვიწრი კოლექტივ იმაზე რა ქვია 32 თვეზე რა 5-6 ივენტი და შემდეგ მაგალითად დარწმუნებულად ინდონეს მაგარი კარდი არის ხო რეალურად კარდები იმდენად კონკრეტულარიანი არის რომ ეს სეტანდა ბეთი რო შემოაქვს ხო დარწმუნებული რომ ფინანსური წარმატებას იმხელა დიდი იქნება მაგის რადგანაც ბრძოლები იმდენად ახლოს არის ხო მაგას იმხელა ფინანსური წარმატება იქნება შეიძლება ყოველ თვეში ჩატარდეს იმიდან გამომდინარე რომ ბეტი უცხოელი შეახვედრონ ერთმანეთში და უფრო ღმა დივიზიონები გახდეს რა როგორც მაგალითად ოქტაგონში არის და ბევრი ძალიან მოხდილი დიდ ორგანიზაციებში მე პრედიქშენი არის რომ პირველი წელს 5-6 შემდეგ ალბათ 8-10 უეჭველი მე ისი შიში მაკიცი ხუჩი ისი შიში მაკიცი იმ დონეზე რო იქნება მე რომ რა YouTube-ზე უფასოდ ხო არ გაგიჟდი და რომ ეგარ გავაძრო მე ანუ სეტანდაზე ყოველთვის იქნებოდა ახლა სეტანდა მისაწოდია ხო და აქ არ მუშაობს რა ანუ მარტო
დაჟე თქვენ ხო პოდკასტი გაქვთ რა YouTube-ზე არის და არის ვერც მაგას ვერ უყურებ რა, იმიტომ რომ I had a big shout out from the mans over there, you get me? So, yeah, dude, thanks for that. Thanks for that. Always, bro. Picho, კენაზე ვინმე თუ გამოგრჩა, now is the time. ბიჭო, თამლიანს ქონდა ვილერთან სწრაფი ნოკაუტი, 18 წამში ნოკაუტი. ღვინიაშვილის ტესტი ვახსენეთ, გიგაურის ძალიან მაგარი გამარჯვება ვახსენეთ. ბონდო მესხი რაც ხოველია, ჩემ ბონდო მესხი არის ცხოველი ძმაო. ეგ ბიჭი ძალიან საშიში ბიჭია. მაგის მომენტოქებთან წონა ჩააგდო, რაღაც ცოტა ნაგრად დაიწყო, მაგრამ კარგად მიხედა და დააშე მერუჟანი ვთქვით, ჯუბა ვთქვით, რუბიკი ვთქვით, ჯენა ჰორტო ვთქვით და ბეკა ვთქვით. ყველა ვთქვით. ბონდო მესხი რეალურად ჩემი თვალსაზრისით ერთ-ერთი lightweight პროსპექტი იქნება. შეიძლება featherweight-ში შევიდეს, იმდენად ძალიან ძიმე lightweight-იც არ არის და აქვს ჩემი თვალსაზრისით საშუალება კიდე როქოვი ჩავიდეს. და ძალიან მაგ ბიჭზე დიდ ავანს გავცემ, როგორც მაყურებელი და როგორც კოუჩი, რომ მომავალში შეიძლება ძალიან მაღალ ასპარეზზე მივიდეს, ოღონდ რაღაცა ისე აქვს გასაკეთებელი რა, ცნობადობა აქვს გასამატებელი რა. მაგარი მშვიდი კაცია. კი, ძალიან. მაგარ რა მეთოდით მოიგო? მაგან დაახჭა. და შეიძლება მოიგო. North-South, მოიცა North-South კი არ მოიგო. I'm triangle-ით გადავიდა, ხო, I'm triangle-ით. ხრის ამკუთხედი ჩაფაკა. ანუ გადავდივ. ბიჭო, თებები გვაქვს, короче, ახალი fight announcement-ები რა, ანუ White House-ზე მინდა რა თქმა უნდა დაგებაზრო. ეგ არის ყველაზე ძალიან მინდა White House-ზე დაგებაზრო. და ბიჭო, აი ნეიდიასის ბრძოლაზე და აი სეზონს მას არაფერს ველოდებოდი მატჩებში. ხო, იმინა ეგეთი beatdown გეგონა? არის პრო beatdown 24 საათი მოწევა და ეს მაიკ პერის წინააღმდეგ, რომელიც თვეში ერთხელ იბრძვის ლამის ძალიან ტოპ ორგანიზაციებში თან სტეროიდებით გაჭრილი იყო ძმა, რა თქმა უნდა და ქვას გავს და მუშტი კრივი ცალკე, MMA ცალკე, კრივი ცალკე, მაგას ვერ მოუგებს ახლა ნეიდიაზე, რაც არ უნდა OG და gangster mindset-ი კონდეს, ხო, ფიზიკა. თან პეპერი არის welterweight-ი, ლეგიტიმური welterweight-ია. არაა პატარა welterweight-ი, welterweight-იც სახიფათო მებრძოლი იყო ძალიან UFC-ში. მისთვის მაგარი გადაწყვეტილება იყო, რომ UFC-დან წავიდა და UFC-დან არ გააგრძელა ურთიერთობა. წავიდა სულ აქტიური დარჩა რა, ბრძოლები აქ გარეთ, იმის bare-knuckles ჩემპიონი ხო გახდა ეგ. ბოქსიც გააკეთა, bare-knuckles გააკეთა, ბოქსიც გააკეთა და რავი. თვითონ აქვს კიდე ორგანიზაცია Dirty Boxing. ორგანიზაცია, ხო. Dirty Boxing ქვია მგონი, ხო? კი. მაგრამ მან თვითონ არ უჩხუბია რა და შეიძლება. ბიჭო, აი ეგ იყო არ მოგატყვეთ რა, აი ვიცი რომ ძალიან ის იყო რა. ეხლა რო ახსენეთ რომ ამ რკენაზე მაგარი matchmaking-ი იყო, ანუ MVP-ზე იყო პირიქით. ანუ პირიქით ყველაზე ცუდი matchmaking-ი იყო. ყველა ბრძოლა იყო როგორი რომ ერთი კაცი გადაული და მეორეს რა. მაგ სამში გულისხმობ თუ დანარჩენი კარდი არ მინახავს მივყავდა UFC და ვერ ბიჭო, ხო და როგორი იყო? აუ თითქოს ყველა ეგრე იყო რა. შეიძლება ვაიტი ძალიან წინასწარ განიცდის კონკურენციის მიმართ, რადგან აფრიკას გასაცდელი არ ქონდა ზოგადად. რა ვარსკვლავებიც ოქონდა, ყველა UFC შექმნილი ვარსკვლავები იყო და ანუ ზოგადად მეჩაპები იყო, გეგონებოდა რომ რაღაც რეგიონალური ტურნირი, სადაც ჩვენები უნდა მოხდოთ და სხვები უნდა დავძიროთ, მოკლედ რა ვთქვათ რა. მოგ დიაზის არ შედიოდა მაგალითად და დიაზის მობრძოლა გამიტყდა მან მეტი არაფერი მიმირჩევნა დიაზი მაგრეგორთან დაბრუნებულიყო და კიდევ welterweight-ში შეხვდა ვიდრე მაიკ პერისთან საკლავში თავი ჩაიგდო რა. კი. თან რა ცემდა გეუბნები ლანჩის პულს ართმევ დატებს გაძარცვა როჩამ გაძამშიერი დარჩა იმ დღეს დიაზი. და იმას რა ქვია, იმაზე რას ფიქრობ ძმებო, production-ზე რას ფიქრობ თვითონ მაგ ივენთის, იმიტომ რომ იმხელა პაუზები იყო და მე MMA ივენთებში მაგრად არ მომწონს. აი ეს ძალიან დიდი პაუზა, როგორც კრივს ფრემს გავსება. ჩხუბებს შორის პოდკასტი რატო არ მოსახოდი საერთოდ ვერ გავიგე, ანუ ხო არსებობს, აი როგორც UFC აკეთებს. სიჩუმეს ჯობია, ოღონდ. სიჩუმეს ჯობია. აი სუ ეკრან სიჩუმე არ იყოს. მალე დაიწყე ჩხუბი რა. შევ 15 წუთი რატო დავდები შემდეგი ჩხუბის დაწყებას. რაღაც კლიპი გავუშვი და წავედით, let's get it on და კიდე ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ბიჭო ეს პრივილეგირებული ხალხია MMA ივენთებზე.
ჯეიკ პოლი თავის გოგოსთან ერთად იმ გოგოს წინააღმდეგი არაფერი მაქვს. რატო იჯდა იმაში? ფაეტონი რატო ყავდათ მიყენებული იმასთან ოქტაგონთან ძმაო? რა იყო ეგ? საქორწინო მაგიდასავით რო არის, ხო? მეჯვარეები ჭირდებოდა და დავაი დასხეთ. მაგი თემა, короче, რომ პაუზებს UFC რო აღებულობს ზოგადად, ხო, იმიდან არის წამოსული, რომ ადრე ტელევიზიაში რო იყვნენ, ხო, გაწელილი ქონდა დრო რა დროს უნდა ყოფილიყო ბრძოლა და გაწელილი იყო და რაღაც ორგანიკულად ჯდებოდა რაღაც ხანი გაწელავდნენ რაღაცას კიდე ალაპარაკებდნენ ზედმეტ რაღაც გაკეთდნენ, მაგრამ შენ როცა სტრიმინგი გააქვს Netflix-ზე პირდაპირ ლინკით, ანუ რა აზრი აქვს მაგას, მაგ მოქმედებას, ხო? ანუ ეს უბრალოდ მოთხოვნა არის, ახლა ფრენსის განუ თქვა, რომ კონტრაქტში დამიწერენ, რომ მე გავალ ამ დროს და უნდა გავიდე ამ დროს და ვერ ახტებიან თავზე რა, რადგანაც იურიდიული ძალა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. UFC-ში და მე ვფიქრობ ერთი მაგი მიზეზი იყო, რომ მაგათ მე მეგონა ძალიან დამღალა მეც რა, ძალიან ეხავდა, რომ მე უყურე მეც უყურე კაი ბლონას მაგ კაცს და ძალიან შემაწუხებელი იყო, რომ წუთში ამთავრებენ ბრძოლას და კიდევ 20 წუთი შესვენება არის. ბიჭო მე პირიქით მეგონა რომ კაკრას production იქნებოდა მაგარი ნახან Netflix-ზე იყო თუ რაღაც ოაზე ხარ რომ რაღაცას ველოდებოდისავით რა უფრო და ვიზუალი კარგი ქონდა. ვიზუალი ნორმალური ქონდა კარგი. რავი რა. უბრალოდ ის არენაა ძალიან მაგარი. ის არენაა ძალიან ლამაზი და ისა ქვია ვიზუალიც რავი მე მაგრად მომეწონა სიმართლე გითხრა ფერებში და ყველაფერში. ახლა დემონების ამბავია შე რომ პაუზები ეს ჯეიკ პოლის ფაეტონში ჯგომა და ისა ქვია ხო ეგ არ მომეწონა ერთადერთი რა და დენამ რა გაუყარა მაკგრეგორის დაბრუნება რომ დაუდროფა იმას განუს გამოსვლისას ხო და ვიღადავე ბიჭო მე ის არ მევასება მე ბრძოლის შემდეგ ყველა რო შედის გალიაში ბოქსის ბრძოლების მერე აი ეგ ძალიან არ მომეწონა რა რამდენი კაცი იდგა მე რა შიგნით ეგ არ მევასება და ბიჭო ყველა იქ იყო მისული ისე რა მგონი ყველა რა ჯონ ჯონზი იყო მანდ ბაზრობდა რომ კონტრაქტის მინდაო გადაგდებაო UFC-ს დაჟე მერაბი იყო კუთხეში მგონი ორჯერ თუ არ ვცდები თუ სამჯერ პუმისის ნახეთ პუმის ბრძოლა პუმი იყო ანუ ხო აზეხართ რა პუმისი დაუმარცხებელი flyweight-ი არის რა ძალიან მაგარი ბიჭი არის ტურბო რა მერაბთან ვარჯიშობთ იქა ლონგოსთან რა ლონგ აილენდში რა საუთ აფრიკელი არის რა ძალიან სწრაფი არის და დაუმარცხებელი და короче და he was getting choked out რა ანუ მახჭობელა და მერაბს რომ მოუვიდაო დაახლოებით ეგრე იყო რა იმიტომ რომ უკვე იყო ზარი რა ზარი კი არა რა ქვია იმას jingle bells დასრულდა რა ხო დასრულდა და მე გაუშვაო და ხო და დაუმარცხებელი იყო და ის გაუკეთა რა საჩივარი შეიტანა რიკი სამონთანაც მერაბამ კი შეიტანა საჩივარი მაგრამ არაფერი არ გამოდის მაგ საჩივრი მგონი ვერაფერს ვერ იზამს რა და უბრალოდ ის შევახსენე რომ არ დაივიწყოთ მეთქი რომ აი კაკრას მაგ მარცხის მერაბმა აიღო თლიანი UFC და იყო დაუმარცხებელი სხვათა შორის ტურბო კაი ბიჭია ჩვენთან იყო რა ფაით ჰობზე რა ძალიან დიდი ხნის წინ და ბიჭო რავი ამ MVP-ზე კიდე გვინდა რამე MVP-ზე ხო რავი თავარ ჯგუფში რაც მე ფრენსის ინგანომ რაც გააკეთა მე პირადად მაგას ველოდებოდი რომ დაანოკაუტებდა და ზოგადად განოს ცოტა სხვა კუთხით უყურებ ხა და მაგარი ბრაზილიანი და ცოტა ტრაკი ტიპია რაღაცნაირად უცნაური მე კრინჯი რო შემოიტანა სიტყვა კრინჯი რო გახდეს ლიტერატურული და რო იყოს ზოგადად წიგნებში რას მნიშვნელობა კრინჯი რას ნიშნავს სადარწმუნებული რომ ფრენსის განოს სურას დახატავენ მაგის სიტყვის გვერდზე რა იმდენად არ მევასება იმდენად კრინჯი არ მევასება კრინჯის გასახიერება არის ფრენსის განო მისი ყველა საუბარი და ამასტი უნდა იყოს დეინა ვაიტი უბრალოდ ალილაპარაკოს და იჩხუბოს ჯობია ო მოჩხუბარი რავი კარგად დაიწყო ლისმა მეთქი ოპა რაღაცას უწევს წინა თან UFC მიყავდა მე და მიდიას და თან ლეტოში ხო რა ჩართული კუთხეში რა მაგრამ ხო თავის საქმე გააკეთა განუ და იმ ჯინა კარანოსთან კიდე მთელი კვირის განმავლობაში ბიჭო ვერ ვიტან აი რა მე რაც მაგიზიანებს MMA-ში არის
სექსუალიზაცია იმის რა ბრძოლების რაღაცნაირად აი ჯინა კარანო პიჟამოთი რო აიწონა და პიჟამოთი აიწონა ძმაო მე რაღაცა ტენისში თუ გევასება აბაზრე ცოტა რაღაცა რა ტენისში თუ გევასება რაღაც აი beach volleyball მილფის ვიძე იყო რა მილფის ვიძე იყო და მილფის ვიძე თუ მოდიხარ ძმაო მებრძოლი ხარ რაღაცა რატო მილფო ხოხტები ანუ არ მევასება ჯინა ყოველთვის მასე მაგარი გოგო არ ვიღაცმა მაგარი გოგო მილფი რა არის რა მე არ ვიცი ძმაო რა არის ეს მილფი ბიჭო ქართულად ილაპარაკე დასრული მიმზიდველი ხალბატონის ლუკით იყო წარმოდგენილი და რონდა როუზი რო გააკეთა ეგ რაც გააკეთა გამიხარდა და რა აქეთ რონდაც მაგარი კრინჯია და ნუ აუცი ნახოთ რა რასიზავს და როგორ იზავს თავარი არის რომ ჩამივეცდა მინდოდა რომ UFC-ს გაჩვენა და კონკურენტი მივხვდი რომ შემდეგი 100 ივენტის განმავლობაში ეგენი მაგას ვერ იზავენ და არ ვიცი ვინ უნდა კონკურენტოს UFC-ს და იმედია თავის თავში იპოვიან მოტივაციას რომ უკეთესი და უკეთესი პროდუქტი დადონ, იმიტომ რომ ცოტა მიეძინათ რა. ბიჭო, როდის ისვედლებენ, იცი, მაგენი რა რეცეპტი არის, როგორ გააკეთონ UFC-თან კონკურენცია მაგათ, მაგრამ რა რეცეპტი არის ზოგადად UFC-თან? უნდა დაიწყონ ნულიდან. და არა UFC-ს შემდგარი მებრძოლეებიდან. იმიტომ რომ შენ როცა UFC-ს პროდუქტს ხმარო, ხო, ახლა გინდა რაც გინდა კენი რონდა როუზი არის და ფრენსის ნგანუ განსაკუთრებით UFC-ს პროდუქტი არის. შენ მაგაზე და დიაზი და ანუ მაიკ პერი. შენ მაგაზე როცა დოფსონს ხო მარკეტინგულად ხო შენ UFC-ს უთფობ სიტუაციას და ამობს არ კიდე UFC-სკენ იწევ ყურადღებას და ანუ გამოდიან და გახსოვს სტატისტიკაში და ინფოგრაფიკაში წერა UFC-ს რაღაც UFC რაღაც რეკორდები UFC-დან და UFC-ში რაღაცებს აკეთებდაო ანუ რა კიდე მაგასე უნდა დაიწყონ ნულიდან უნდა შექმნან მისი როსტერები უნდა შექმნან მისი მოძრაობები მისი სიტუაცია უნდა შექმნან თავიდან უნდა შეკრიბონ ტალანტები როგორც გაიარაღეს აი UFC-მ ხო დღეს შეუძლიათ მაგის და 5 წელიწადში გაიარონ Netflix-ის მხარდაჭერით რა რაც UFC 30 წელი დაჭერდა რომ გაიაროს ხო უშედარებით ადრე შეუძლიათ მაგ გაიარონ და ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა მაგათი მაგი არის რომ კრივის მეთოდით იცდილენ კოვიდო კონკურენციის გაწევა და კრივის მეთოდით ვერ გაწევენ ნუ კრივში კინაღამ და ყველა თავისუფალი აგენტები არიან და მასე არ არიან მაგდენად არ არიან შეზღუდული როგორც MMA-ში აუცილებლად მისი პროდუქტი უნდა შექმნას სხვა გზა არ არის კი ყველა ვარიანტი ხეთახო მაგრამ აი PFL-ი ქმნის თავის პროდუქტს და PFL-ის ყურებას აი რაღაცნაირად უმარილოა დიეტური საჭმელია და მოხარშული ქათმის ფილე ბელატორი გაიხსენე, ბელატორმა რა, ხო, რაღაც მომენტებში უწევდა კონკურენციას UFC-ს, იმიტომ რომ მისი პროდუქტები ყავდა, მისი ჩენდლერი ყავდა, მისი მებრძოლეები ყავდა, მისი ედი ალვარეზი ყავდა და ანუ მაგათი პრაიმ ბრძოლების იყო მან და ჰექტორ ლომბარდი და შლემენკო და რავი რა მაგარი ბრძოლები იყო, უამრავი რაოდენობა მაგარი ბრძოლების იყო და ძალიან საინტერესო საყურებელი იყო. ეს იყო ჯანსაღი კონკურენცია, იმიტომ რომ რაღაც ასობით რაოდენობა ტურნირები ჰქონდა ჩატარებული და სულ რაღაც მოძრაობები იყო რა. ამიტომ რეცეპტი მარტო ერთი არის რა. გაიარო იგივე გზა რაც გაიარა UFC-მ, რა თქმა უნდა, დღევანდელი საშუალებებით შედარებით ნაკლები დრო დაგჭირდება, ვიდრე ის რაც UFC-ს დაჭერდა. ბიჭო, იმის ბიბზე აზე ხარ? ბუჩ. ფაზილი რო არის რა. ხო. წარო კი არის რო დაადგა მერე. და გამოსვლის დროს თუ წასვლის დროს რო იქიდან იმაშვებოდა. და არ ჩასულარ დეტალებში, ნახე ჰაილაითები, მაგრამ დეტალებში არ ჩასულარ, მე რაღაც ვიდეო, კაკის ვიდეო შევხვდა, რომ ქურთებზე საუბრის თემა იყო და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი თუ ჯიპსის თუ რაღაც ვერც ჩაუღორმავდი მაგ თემას რა, მაგრამ ამ ჩაოლებრივი ამბავია ხა ცარუკიანი მეცია ჩხუბ და კი არა მებრძოლებში ეს ჩაოლებრივი თემაა რა დადიან აქეთ-იქით იბრძვიან ცოტა გაეჭიმებიან ერთმანეთს იმედი არავინ დაშავდება და ჩხუბში ფულს აიღებენ და всё არა ხა ამ ნამი თავს იპიარებს ანუ ყველამ დადო რომ არმანამ ვიღაცას გაებლატაო და ახავის გაებლატაო არმანამ მაგის ინტერესებს მაგარი რატო იყო იცი რომ იმან უთხრა რომ მოვალო და დაგელაპარაკებიო მე ჩამოვალო კალიფორნიაში ფაზილამ უთხრა რა და ეს რომ გამოდიოდა ის მივიდა რა გამოსვლის დროს მივიდა და მოდი აქავანო დაველაპარაკება ან გამოსვლის ან უკანო მიდიოდა მაგ აი ხო ხედავ ჩვენც მაგაზე ვლაპარაკობთ შეძულოსპისალად და აი აკეთებს ტიპი რა თავის პიარს აკეთებს გაარეკლამეს სოცმედიამ და იმან არმანის რაღაც ლეგენდა შექმნა კი ბატონო დიდი სიამოვნებით წავიდეს და ილია თოფორიას ჩხუბამდე მოიხმოჭოს სახელი სანამ ილიას შეხვდება თუ შეხვდება საერთოდ თეთრი სახლი ხო რა თქმა უნდა მაგრამ მოდი თუ გინდა გადავიდეთ რა გადავიდეთ სადაც გინდა bro McGregor Holloway ორი welterweight ანუ რა
რა გონია ეხა რა მოხდება რაღაცა ხდება მაგრეგორი იგებს და შემდეგი ხდება იმას მახაჩევს ეგეთი ვარიანტი გამოდის ბარემ აუ ჩავიყვანოთ და რაღაც დაღესტანში ვაცემინოთ ხალხს ეს სახალხო არა просто ქუჩას ჩამოატაროთ და ტალახის როლოტებს ვიზედავსოთ რაღაცა ანუ შენ დიდი ფავორიტი გონია ძალიან ჰოლოვეი თან welterweight დიდი ფავორიტი არ გონია ჰოლოვეი უბრალოდ მე არ მგონია რომ ამ ცხოვრების წესიდან აი ამ სპორტიდან შეგიძლია 5 წელი წახვიდე მოხვიდე და აქ ვინც იყო ადამიანი და ჩემპიონი ვინც იყო და BMF-ს იბრძოდა და გამოცდილებას აგროვებდა იმ ადამიანს დაუდგე თანაბრად და რამე წარმატებას მიაღწიო ეგ უბრალოდ არ მგონია რა რომ დაუდგეს და BMF-ს წარმატებას ხო მაინც როგორი მომენტია იცი რომ არაფრის სპორტული თვალსაზრისით მომტანი არ არის მაგრეგორი პოსტე კარგი დამღიდველი არის და უფრო მეტად კიდე აუდიტორიას მოიყვანეს ანუ იმ კაზუალებს დააბრუნებს რომელიც მაგრეგორს უყურებდნენ და მე ცოტა მობეზდათ და ზოგადად ისე ჩართულობაზე გააკეთებს რა ზედაპირულს თორე სპორტული თვალსაზრისით არაფრის მომტანი არ არის ესე просто fun fight-ი არის მეტი არაფერი არ არის არც lightweight-ში არ განვითარდება მაგრეგორი ამ გამარჯვებით არც welterweight-ში არ განვითარდება ანუ არსად ვერ წავა რა ზოგადად არაფრის მომტანი არ არის და დარწმუნებულია რომ holloway კიდე თუ უნდა პროდუქტად გამოიყენონ არის holloway რომელიც რევანში ცემს მაგრეგორს თქვათ ახლა წალებში სიმ სცენარიაში რომ ცემს მაგრეგორს და შემდეგ holloway კიდე სტატუს მოხდილი ბრუნდება და კიდე ერთ რაღაც ბრძოლა რამოდენიმე super fighter-ს ატარებს რა UFC-ში ჩაულებრივად აი გეტყვი მაგას როგორ ხედავთ გეტყვით რა ძმებო ჩემი აზრით მაგრე ზუსტად მანდ ვარ მეც რა ჩემი აზრით მაგრეგორი იქნება რატომაც ჩართავენ casual-ები ამ ქარტს და იქნება შანსი მაგალითად აგერ ქარტს რო გადახედო პედი პიმბლეტი ბენუა სენტენი ძალიან მაგარი ჩხუბია ძალიან მაგარი ჩხუბია ამ ანდერკარტზე ვინც არიან მაგ მებრძოლებისთვის თავი რომ გამოიჩინონ და შეაყვარონ მაყურებას ეგ არის ძალიან მაგარი შანსი იმიტომ რომ ბარემ გიყურებს მაო ამდენი ხალხი და აბა გააკეთებს საქმე ეხლა მაგათად ლონერ კავანა რო არის ეს ინგლისელი ბრენდონ როივალს ეჩხუბება ძალიან დიდი შანსია რომ დაანოკაუტოს როივალი და აი იქნება სასწაულად მაგარი ჩხუბი იქნება რომცა დაანოკაუტოს ეს პინიასი ალმეიდას კარგი ჩხუბია middleweight-ში ლუკ რაილი იბრძვის და რავი აი ბევრი არიან ესე ბევრია ისეთია ვიტიკერის იბრძვის ანუ ბევრი ისეთი მებრძოლია აქ რომლის მიმართაც სამხელა ყურადღება არ იქნებოდა თუ კორორის კარდი არ იქნებოდა და მაგად უნდა გამოიყენონ ჩემი აზრით UFC და მაგადაც იყენებს რომ მაგრეგორი მოვიდა გავყიდეთ რაღაც pay-per-view არ არის მაგრამ subscriber-ები ისეს დავემატეთ მაგრამ მაგრეგორი holloway-ის ჩხუბზე ძალიან დაინტრიგებული ვარ მოიგებს ხო ორივე სტრაიკერია და გამისწორდება ნახვა რა მაგრამ ბევრად უფრო მაგაზე მეტად მაინტერესებს პიბლეტი ბენუა სენტენი ხა რო არ მოგატყუო და როივალი ლონერ კავანა ეს just maybe მაგრამ ეს ჩხუბები მაინტერესებს მაგრად რა ბიჭო მე მაგრამ მაინტერესებს პრესტოკი მაგრეგორის ბიჭო გეიბლ სტივსონის დებიუტი ხო აზე ხა აბა ხო ვიღაც random black guy რომ მოუყვანეს ხო ვისაც ხუბებს მომოს გაფიცე ძმა საით არის ის არის რა ქვია NPC ხო NPC ბიჭო აი აუ ეხა NPC-ები MMA-თან ისეთ სამართლიანი სპორტია რომ ეგეთი სხვანაირად მუშაობს ხოლმე მე მაგრამ არ ვიცი ვისაც ხუბებს სიმართლე გითხრა არ ვიცი რა სახელი ვერ დავიმახსოვრე ტრანსლაცია მყავდა და სულიად შემთხვევით რო ავხედე ეკრანს გამეღვიძა ავხედე ეკრანს და მაგრეგორს გონდა თემა ჩართული ხო და ნახოთ რაიდან black guys seems to არა ეგ და აი ყარა ოლიმპიური ჩემპიონია ზმაო ეგ და ოლიმპიური ჩემპიონს შეხედავს ხალხი ეს ვიტიკერი კრილოვს წააცლის თავს თუ ღმერთი არსებობს და თუ უყვარვართ და თუ ეხლა კრილოვმა უნდა ცემოს ვიტიკერი ამ კარდის დედასაც და ამისიც ვაფშე ზემოდან კიდენა ბიჭო მაგას ქვია ელისონი რა ელისონი თუ არსები ნუ random black guys და ესა ელისონ random black guy აუ ტიპა სტივენსონი რო გალახოს წარმოიდგენე ჩაულებრივად შეიძლება ეს ნიკნეიმი გამოიყენოს და კიდე მაგარი ნიკნეიმათაც იქნება და ისტორიათაც იქნება უეჭველი fight hops-ზე შეიქმნა random black guys იტა ეგარი კაცი ბიჭო ეხა თქვით მაგარი რაღაცა და აგრეს მაშინ გამოვთე კამერა რა მოკლედ ეს მაგრეგორი holloway არის კაი რაღაცა რა სპორტისთვის რა მართლა რა ჩემი აზრით იმიტომ რომ ეხა შემდეგი ხო არის white house-ი ანუ ყველაზე დიდი შუქი რა თქმა უნდა white house აქ და
ძალიან ახლოს არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგრეგორი ხოაზე ხარ რა არის ამ სპორტისთვის რა და ძირითადად მაინც უკაჟუალები არიან ხოაზე ხარ ამ სპორტს ვინც იცნობენ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ბევრი კაჟუალი არის, ხო? და ეს ახლა მაგრეგორის დაბრუნება არის, ხოაზე ხარ რაღაცა არის რა. და ეხლა მე ვცდილობ რომ დავალაგო ტექსტი 30 წამიანი ტექსტი ან 15 წამიანი ტექსტი რომელსაც რომელ ტყვია ხოლმე კანონი ბრუნდება რა სიტყვი და მაგ დროს რომ პოლიტიკურად სწორი და ესეთი ტექსტი იყოს რა თან რომ უყურონ და თან კიდე რამ ჩემ თავთან მართალი რომ დავრჩე რა ზართული დავალება ბიჭო ბოუნიკლს როგორ აჯვი ბიჭო ბარმოს მეძმა არ მევასება რა მე მიყრიან სურათებს რომ სხვები ვიღაცებს ხო აი ზოგადად ეხა რავი პროფი ჰანტინგი არ მევასება მაგრამ თუ იმაშვები რა ქვია თუ ნადირო კენაზე რო გაეძროს ჯამე ბონიკალი bro you throwing ეგრევე ფეხში შევდივარ ხო იცი I'm not throwing shit maybe some chairs you gotta throw it yeah you gotta throw it არბანის ლეველის პერფორმანს გააკეთებს ბუჩო რომ დაინახოს ხო ბონიკალი ზუსტად ესე დაუდგეთ ეც მამეთ და მე ვისაც შეუძლია throwing hands იმათ ხოროთ თომას გავს ერთ წარ გავხევის ამას რომ ბიჭო ანუ ძალიან მაგარი სამი ის გამოდის რა ნომრიანი ევენთი ნუ ეხა იმას freedoms არ გულისხმობ ეგეც ნომრიანად თვლი მაგრამ იმიტომ რომ თვეში ერთხელ და დიდი ეს არის ღონისძიება და White House-ი მე მაგრეგო Holloway და იძახიან აგვისტოში აი თითქოს ყველა იძახის ოღონდ ოფიციალური არ არის ჯერ რომ ის იქნებაო რა მახაჩევი იანგარიო და თუ გაგიგია შენ მაგაზე რა აი ძმაუჩხუბი ეგ არის საინტერესო ბრძოლა მახაჩევი იანგარი let's fucking go მეც გაგებული მაქვს ეგ და მორალესი თამაშობს და მაგრამ მორალესი არ იქნება და იქნება იანგარი და ძალიან საინტერესო ბრძოლაა მე სულ იანგარის და მესმის რა თითქოს ის არის ნო მეც მასე ვიცი რომ იანგარი საჩუქრებდა ჯერ მორალეს არაჩუქრებდა არა ჯერ მორალეს არ დაუმსახურებია იანგარი რაც გააკეთა ეხა კი წააგო იქ მასთან შავკათთან წააგო და მასთან რთული ბრძოლა ქონა პროტესტთან ბოლო 30 წამი თუ რაღაც ერთი წუთი მაგრამ მანამდე გადაუარა ზმა პროტესტს და პროტესტს რამდენ პროცენტს მისცემთ იმას რომ ნახოთ თეთრ სახში ილიამ რო არმანი დააწყინოს გეიჩის მაგივრად 0% გეიჩი ჩუბილს მაგჩობს უეჭველი როგორ? გეიჯი ჩხუბობს მაგშხობს 100% არმანი ვერ მიაღწევს. ერთი თემა რაც არის მან დრო არმასთან ის ჭიდაობას აქ ჩანიშნული და რაღაც მაგრამ მე რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს. ხვდები რასაც იზახი ხვეჭ გეიჯი სულ ცალი ფეხი მოტეხილი ქონდეს და ცალი ხელით იყოს მაინც მივა მან თეთრ საფლამდე მაგრამ რაღაცნაირი ისეთი შეგრძნება დამჩენდა ამ ბოლო დროს რომ თითქოს ილია თოფურია იმის წასაყვანად მემზადებით ხალხი რა. რა? მემზადებით რატო ილია თოფური არმანის წასაყვანად? იმიტომ რომ რეალურად ლოგიკური მაჩაპი არის. ანუ შემდეგი არის არმანი აუცილებლად. ავანებოთ რა ამ საქმე მახაჩი წავიდა და თავი გაანებეთ ტიპს მისი გაჭირვებია 77-ში ყავს ნადირები. რა მაგ ხუთეულს რა უნდა უკნას რავი რა ყვაზე ხარ რა. თელი დაღესტანის ლოცვით თუ დაეხმარება რომ რაღაცა გააკეთოს მაგ ხუთეულში წარმატებით და დაასრულოს მაგ ასპარეზობა. და არმანი და თოფური არის რაღაც ივენტი რომელიც ლას-ვეგას შეიძლება გადახუროს ლას-ვეგასი თუ ესპანეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა სადაც უნდა აღმოჩნდეს რა. მაგოჩი უეჭველი ეს კიდე ერთი გახურება არის. მე ვფიქრობ გახურების გახურებაა რა. ანუ ეს ბრძოლა არის გახურება იმის რომ კიდე ანუ ორ სართულიანი ნაბიჯი არის UFC-ს რა. ორ სართულიანი გეგმა არის UFC-ს რომ ეხა ასე ხდება და არმანი კიდე სურავს ირგვლივ და მე ძალიან ხმამაღალ ბრძოლას მივიღებთ რა. ასავლელი ჩხუბი იქნება წლის ბოლოს რო შედგეს Madison Square Garden-ზე ან სად, მაგრამ ვეგასში წაიღებენ მაგ ჩხუბს უეჭველი. მგონი დიდი შანსი არის რომ ოლივერა შეხვდეს კიდე რა, ეგეც არის. არმანი. მე ამაჩაპის მომხდარი. ოლივერა და არმანმა 5 რაუნდიანი რევანში რო გააკეთონ, აი თუ ვინ შეხვდება თოპურიას. მაგრამ გააკეთონ ხო ყველაზე სპორტული და მაგარი აქციელი იქნებოდა ჩემი თვალსაზრისით. იგებს არმანი მე ვაღიარებ რომ რეალურად ლეგიტიმური კონტენდერია და ანუ პირველი ნომერი არის რა. იგებს ოლივერა და გასაგებია რომ ანუ ბედნიერი ვართ ყველა რა. არც მაყურებელი არა გულგრილი მაგისი ვარ თუ ხოდა ჯოიჩი რა არის ხუჭ მე რას ფიქრობ ცარუკიანი ხო ბევრად უფრო რთული მეჩაპია ეხა ილიასთვის ვიდრე ოლივერა კი არა ყველაზე რთული მეჩაპი არის სულუქსონაში ჩემი აზრით ცარუკიანი ალბათ მეთახმობ მაგაში ხო
მე საპირისპირო მხარეს ვარ სიმართლე გითხრა, ვფიქრობ, რომ ბორცარუკიანი ერთ-ერთი უმსუბუქესი მეჩაპია, იმიტომ რომ პანჩერი არა. რეალურად თოფურია შენ მოუგო ხო, უნდა იყო არანაკლები პანჩერი ჩემი თვალსაზრისით 100%, იმიტომ რომ თოფურია არმანზე კიდე დაბალია, დაბალ სადაც მეტოქრიტე უფრო დაბალია ხო, მაგრამ რომ თოფურია გადაიყვანოს, მაგას ერთი ინსტრუმენტი აქვს, რომ მოუგოს თოფურიას, უნდა გადაიყვანოს თოფურია. მაგრამ რომ თოფურია გადაიყვანოს, ხო, კიდე უფრო დაბლა უნდა შევიდეს და როცა მაგი შედის ოლივერასთან ერთ მაღალ ხალხთან, ხო, კი ადვილია შესვლა მაგათი, იმიტომ რომ ფეხებზე ძალიან დაბლა ჩასვლა არ უწევს რა. კიდე მასე დაბლა ჩასვლა თოფურიასთან და მოხრილი წერით ძალიან ისეთი ამბავია რა, 50-50 არის. ანუ რეალურად ძალიან გაუჭირდება. ხო, მე კიდე გეტყვი რომ უფრო სტილისტიკურად ფავორიტი მიმაჩნია ვოლკანოვსკი, ხოლოვეი და ოლივერა ვიდრე არმანი. იმიტომ რომ მე რო ვერ ხედავ რომ ანუ ჭიდაობის გარდა ინსტრუმენტი არ აქვს რომ რამე გააკეთოს მაგას რა. უბრალოდ ჭიდაობის და იგიც რომ მაგი თოფურიას ვერასოდეს ვერ დაასაბმიშინებს ხო მაგი ფაქტი არის. და ყველა რაუნდში მიდი და შენ ახლა თოფურიას ნაირი ლეველის პანჩერი მიდი და მიუახლოვდი და გადაიყვანე რა როგორი ამბავია რა. როცა ყველა დარბის მაგისგან. და ერთმა არ ირბინა არა რა, ძალიან პატარა არის რა. დავინახეთ რაც ნახა. არმანს გულისხმობ რა, თოფურიას ხოკეტი უნდა და არმანი ვიღა არის. შეიძლება რომ არის შეიძლება პანჩერი არ იყოს, მაგრამ ათლეტია ძალიან მაგარი ათლეტია ტიპი რა და მაგ ეგმიზეზე მეც მოყავს ხოლმე ზუსტად მახაჩევთანაც ეგმიზეზე მოყავდა სხვათა შორის აქციას ატოვა შეძლებს თქვა, იმიტომ რომ დაბალია იმასთან უფრო შენს დაბალი კაცის აქცია მithmetes ვინ ჭიდაობა იცის უფრო რთული საქმეა და ცარუკიანთანაც იქნება კი ეგ ფაქტორი, თუმცა ბევრი განსხვავება არ გონია მაგათ შორის სიმაღლეში. მე ნებისმიერ შემთხვევაში მაგას დაბალი არის და რას ვფიქრობ იმაზე რომ ამტანია და ფიზიკურია და ძლიერია და თქვა დაფინიშება გაჭირდება არმანის. დაფინიშება მაგატეხა გაუტეხავ. one punch. არა გაუტეხავი არ ვიცი, მაგრამ დაფინიშება გაჭირდება თქვა რა. არა. If he catches him clean bro, he's going down. ხო იცი ბაზარია რა. თანამედროვე მსაჯობით ხო? ზიანი ძალიან შეფასებული არის და თოფურია ძალიან ზიანის მომტანი მებრძოლი არის ზოგადად რა. თოფურიასთან ოქტაგონში გატარებული დრო ძალიან იგეტყობა სახეზე. თუ ტვინი შერყევარი არ შეგეშნა, მაშინ ჯოხემედი გებართება რა. გადაღუნული სახით ხარ. ხო და არმანი ზოგადად დამაზიანებელი მებრძოლი არა, რო გადაყვანაც რო გააკეთოს, ხო, მაგას ერთი ინსტრუმენტი აქვს, ხო, რეალურად რო აიღოს და გადაიყვანოს თოფურია. რომს გადაიყვანოს, ხო, თოფურიას BJJ-ს რას უკეთებს, თოფურიას სკრემლინგის სკილებს რას უკეთებს. მაგაზე პასუხი არა აქვს. თოფურია ხო ის არა ხუკერი. თოფურია არის რეალურად super well-rounded ათლეტი, შეიძლება head-kick-ების გარეშე რო არის, ანუ მაგი ფარავს იმას, რომ ყველა და სხვა დანარჩენ სივრცეში უნარები ძალიან მაღალი აქვს რა. ანუ ჩემი თვალსაზრისით თოფურიასთვის ერთ-ერთი უკომფორტულესი მატჩი არის, უფრო კომფორტული მატჩი პედი მიმლეტი იქნებოდა ალბათ. ბრავო. ბიჭო, შენ თქვი რომ შენ ძახი რომ არმანდის ფინიში იქნება რთული, ანუ არმანის დაფინიშება და ნოკაუტება თქო რა. დაფინიშება. იმიტომ რომ ტიპი აი მიეწებება, როგორც აი წელზე ჩამოეკიდება რაღაცა ჩაძე, შეეცდება რომ მოსაწყენი გახადოს ბრძოლა, მაგრამ თან კიდე მეორე ხარისხი ის არის რომ არმანს ცოტა fight IQ-ს ამბავში ცოტა უჭირს ჩემი აზრით და სიმშვიდე და ეს არ აქვს რა, კონცენტრაციის შენარჩუნება შეიძლება გაუჭირდეს. ერთი-ორი რომ მოხდება სახეში, მერე შეიძლება აიჭრას ტიპი და ისეთ შეცდომები დაუშვას, რომელიც უფრო სუფთას მოარტყამინებს. ხო ის მატჩებს რა ქნის. ბიჭო, რომ ბევრი კითხვის ნიშნები არის, ყველაზე მაგარ მატჩებს ნის და ბევრი აზრი როცა არის, ხო, რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი დასაფასებელი მაგი მომენტი არის, რომ უაზროდ ბევრი აზრები არის, ანუ მაგ ბრძოლის მიმართ, ასე იქნება, ისე იქნება, ახლა ორი ქართველი გვაქვს და ორი ქართველი ვარ და ორი რადიკალური სხვადასხვა აზრი გაგვაჩნია სტილისტიკურად რო ვთქვა, ხო, ხა. უკვე რამდენად, ანუ იმაზე ამბობს, რომ მე მატჩი არის, რომელიც უნდა დავინახოთ. და სხვა რაღაცა არ გონიოს. მატჩი შენ უნდა დავინახოთ. მაგრამ კეიჯი რო დააფლეტლაინოს, მაგრამ მინდა თეთრ სახში რა, ამერიკელი დააფლეტლაინოს. კარგი კანდიდატია რომ მაგარი ჰაილაიტი კონდეს თოფურიას კიდე ერთი და მერე ინტერვიუში ძალიან მაგარ რამეებს იტყვის დარწმუნებულად თეთრ სახში. ერთადერთი რაც განფუჭა ამ თეთრ სახლის თემაში, ცოტა უფრო ისეთი ვიყავ ველოდი მეტად და ეს რაღაც პოლიტიკურმა თემებმა ცოტა გამიფუჭა მან და რაღაცა, მაგრამ ვიკიდებ რა. თვალს ხუჭავ. თუ დამპატიჟებენ არ წავალ, მაგრამ უყურებით უყურებ. გარდაუვალია, რეალურად როცა მაგხელა ძალებთან იკავებენ კავშირს, გარდაუვალია, რომ არ იყოს პოლიტიზირებული მაგი მომენტი რა. მაგ ამერიკაში კი არა ნებისმიერ ამერიკაში გან ამერიკა ყველაზე წინაშე მომენტში, მაგრამ ძალიან უეს გაცვლილებრივი გავრცელებული თემა პოლიტიზირება რაღაც.
რაღაც ისტორიის განსაკუთრებით თორსა შენი ძმა კაცი არის შენი მქვენი ქვეყნის პრეზიდენტი. წოჩ. ბიჭო და ეს არის კიდე საინტერესო არის. ეხლა რო საუბრობდით ორგანიზაციებზე რა, ამ MVP-ზე და ერთი ორგანიზაცია ოღონდ არ არის MMA-ს, ძალიან კარგად დაიწყო ეს ვფიქრობ არის RAFI რა. RAFI Real American Freestyle რა. და ეხლა იქნება მეცხრე სადაც არის სტივსონ რომანოვი რა, მთავარი ბრძოლა არის მგონი, კოვინგტონ ვეიდმენი არის, ქრის ვეიდმენი არის და სნაიდერი სიმონ მაჭარაშვილი რა, ეგ არის იმაზე კამარზე. და ამ ქარზე არის კიდე ერთი ქართველი რა, მაშინა რა, ანუ მანქანა, მერაბ დვალიშვილი, ედგარი რა. მაგრამ მაინტერესებს თავი ჭიდაობაში, იმიტომ რომ ედგარი თავისუფალი ჭიდაობის მაგარი სერიოზული, მის დროს მაგარი სერიოზული თავისუფალის მოჭიდავე იყო და ეს რა იქნება ედგარი ასაკში უკვე ძალიან საინტერესოა. ხო და აქაც არმანი იჩითება რა, ყველგან არმანი. ხამზატიც არის მან. ხამზატი არ წერია, მაგრამ მოაწერა. გილონდენისთან. ხო? ხო, კი, მართალი ხარ, ხო, მახსენდა. სერიოზულად. ეხლა ვუყურებ ოფიციალურ გვერდს რა. და ვერ ვნახე. ხამზატ დილონდენისი დაანონსდა ეგრევე წინა Fight Week-ის შემდეგ რო წააგოს ტრიგმენტთან, მაგის მე ეგრევე დაანონსდა, მაგრამ რავი, დილონდენის რო ვიცნობ, ხა შორიდან რასაც უყურებ ტიპს, ეგ ხამზატასთან კატაბზე შემსვლელი არ არის ძმა. რა გამკვირდება რო შევიდეს ძალიან. ეს როდის იყო იცი? 6 დღის წინ დაანონსეს 6 დღის წინ. 6 დღის წინ იყო უკვე მორჩენილი ხამზატი და სტრიკლენდი? დასახად. უკვე მორჩა ეგ ბაზარი? არ ვიცი. ეხლა უდევთ კარდი რა და არ არის ხამზატი კარდზე რა. ეხლა უყურებ ოფიციალურს. ხო რა. ის გამიტყდა რომ მერაბი იყო მთავარი ბრძოლა რა შეხვედრა იმასთან სეხუდოსთან რა. და ეგრევე ჩატარდა. ნუ ეხლა რა თქმა უნდა სტივსონი არის main event-ზე და მერაბი და ედგარი ვერ იქნებიან მან main event-ი რა. ო? თანჭიდაობაში. რა შევადარებდი, იცი, გიო? რაფი რო ვითო კარგად გამოჩნდა. არაფი რო არის, იცი, ხო? იყვები ხალე შედარებას ომობ რა. ზვიგენდაც როს და რაღაცა მონარჩენები გვერდზე რო რაც შეჭამა, მაგრამ მონარჩენები გვერდზე რო ტყდება და პატარა პარაზიტის ხეთევზები რო არიან ხოლმე ხა რა. და მაგას გვერდი და ზვიგენს უჭამა, მაგი არის რაფი ზოგადად რა. ხა რეალურად UFC-ზე პარაზიტირებს და ჯანსაღად არის რომ არანაირ კონტრაქტულ უფლებებს არ უღებს. თან მებრძოლებს აძლევს საშუალებას რომ ფული გააკეთონ ექსტრა ხა როცა არიან off-camp-ით უსად არიან რა, რომელმაც ჭიდაობა იციან რა. ვაგვაჩი ასწორებ ჭიდაობა რა იქნება ეგ. აბა slap fighting-ის დედავატერი რა უბედურებაა ეს ჩემი გამოტყლაშუნე და ჭიდაობაში რო ხალხი ფულს შეულობს იდეალურია. კი, ძალიან მაგარია, ძალიან ორგანიკულია, პლუს ტრავმებს არ ღებულობენ თუ არ მას არ ეჭიდავები და ეს კლოუნებს. ბიჭო, ერთხელ არა მომსვლია ჩემ ალგორითმში ის სლაფი რა და ეხა მე დიმაკაში ხო, მე არა მომსვლია ალგორითმში. იმიტომ რომ შენ ძმაკაც დაბლოკილი ყავს ინსტაგრამზე და ანუ არა აქტუალური იქნება იმ წრეში. მე ნინა დრამას დაბლოკილი ყავს, ეგეც და კონორზე unfollow მაქვს მიცემული და ჯონ ჯონსეც ხონა ერთი პერიოდმა. ნინა დრამა და რაფს ვებრძვი რა. რაფს კი არა, slap fighting-ს ვებრძვი. ნინა დრამა ყველგან ბლოკავს საერთოდ რასაც ვნახავ. ბიჭო, ანუ ეს ახალი კონტენტი აღარ მოგეწონა იმასთან? საერთოდ არასდროს მომწონდა მე, საერთოდ არასოდეს მომწონდა ნინა. დაჟე მერაბს ანუ კონტენტს აკეთებდა, მაშინაც მეთქი what the fuck რა უნდა მერაბს ამასთან თქო და აქაც რო ყავდა ჩამოყვანილი დემონსტრაციულად ძმაო, აჭარაბეთის ოფისში რო იყო შეხვედრა, აი ეს ზოგით ვიდექი ვაფშე არ შემიხედავს ზემოდან, მაგრამ ნინა დრამას ფეხებზე ეკიდა ზოგით რო ვიდექი, მაგრამ მე ხო დავაკისრე ჩემი საკუთარი პოზიცია. ეს ვიდექი აკეთებ. მაგარი კაცი ხარ რა. ტომ ასპინალმა რო ლაინი ჩაუგდო ნინა დრამას ეგ იყო ყველაზე მაგარი რა. ბიჭო ხო და აი ეგეთი რაღაცები ჩემი მაგრად მქრინჯავს, მაგრამ არ არის ეს რაღაცა სექსუალური ენერგიის ადგილი არ არის MMA რა. MMA არის ომი. ომში თუ მოდიხარ საბრძოლად, ბრძოლებზე სალაპარაკოდ, ან ვინმეს რამეში წაადგები. თუ არა და fuck off. ფინგერინგი და შმინგერინგი თუ გინდა ძმაო, წადი რავი რა. რამე სხვა გააკეთე.
კალათბურთზე არის. კალათბურთი არ ვერჩი რამის, მაგრამ ხო ხტები, სერიოზული თემაა ეს რა რაღაცნაირად. ხო იცი დანაბიძია ყველაფერს გააკეთებს რომ აუდიტორია გააფართოვოს მისი მაყურებლის ყველაფერზე არის პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით წამსვლელი ტიპი. მაგიტო გადაუხადა ფული ამ ნინას და ეხა მაგალითად ჰელენი რო არის, ხო იცით? იმ შმოს კი, ჰელენი სპორტს, ხო, აზე ვარ. ჰელენი არის ძმაო უმაგრესი ქალი ჟურნალისტი MMA-ში, ძალიან მაგარი კითხვებით, კრეატიული კონტენტით და ყველაფრით რა. და ეს არის slap fighting-ში აი 1000 ლარს რო უხდიდა დენა რომ მედი ერთა ეს slap-იც გამირეკლამე და აბა ესეც გაარეკლამე და 15 ლარს დაგიმატებდა რა. ეგ გაკაჩული გოგოა, რომელსაც ერთ-ერთი ამავალი წერტილი არის რომ people are trying to fuck her და ცოტა ტვინი მოიტანა რა. Sorry. ბაზარი არა. მე როგორც დავაფიქსირე ბუჩო, იმიტომ მევასება ყველაზე მაგრა, ხო, რომ ანუ კონტროლ არა აქვს ისეთი პირდაპირ გემუნება რაც აქვს, ანუ Me I like his beard, bro. You like this? და ბედა ბუჩოს შეგვიბერია ერთად და ძალიან მაგარი იყო. Yeah, bro. აი Bucho's the man. Bucho's the man. I love this guy. რო ჩამოხვალ უფრო შემდეგ კენაზე ჩამოდი ვაფშე რა. შემდეგ კენაზე ხა ვერაფერს ვიძახით, მაგრამ დაახლოებით ვიცით რაც ხდება და მე მგონი შემდეგ კენაზე აქ რომ იყო. ბიჭო, აგვისტოში ვიქნები მან. და შენ გიორგი ემხევა? ბუჩო იწევს რევანშზე. ეგე? არა, ეგ აღარ სვამს თავი დაანები. შენთვის ბრო, შენთვის შევხურდები და მაგერთხელ დავლებ. აუ, გამოვიდა. ოფიციალურად შეიძლება ეს ტელეფონი ტაქსი. ოფიციალურად კენა 4-ზე. ეცი და გამოდიხარ ჩემთვის, მაო, ეგ მაგდენს ნიშნა. გიბატო. უდიდესი ბრძოლა. ჭაჭა ჩემპიონშიპს. ხუჭა მომზადებს. მე და ხუჭა ხოსი წოლის კლება რო თქვით და მე იმერა მარტო 900 გრამი დავიკელი ძმაო. მე აი ვაფშე არაფერი არ დამკლია. და ისიც იმიტომ რომ საურას შევედი ტანსას. ეხა პამბოლო იმაზე? აუ ესეც საშინელებები ხდებოდა რომ მე პირდაპირ ვიდეოები გადავიღე მეთქი ამის დედაც აღარ მინდა მე წოლის კლება. მაგრამ დეპრესია რა პონჩი იკლებდიტო? For the fucking for fun. რამდენადაც სულეულადაც ეგ არ მეჟღერდეს რომ for fun წონას იკლები. მე მინდოდა მაგალითი მიმეცა 35 წელს გადაცილებული ჭარბწონიანი აი ადამიანებისთვის რომ თქვენ შეგიძლიათ თქო ეს და ვერ მივეცე გარითი. შენ 35 წლის ხარ აზე ხარ ვაფშე 36 ვარ ბაბუგან. და ჭარბწონიანი ზატყარ მენე. ჭარბწონი არის არ ვარ ხო 90 კილო ვარ რა. უნდათ. Oh, Buchman is forever young. ვცდილობ რომ ჩემ პორტრეტი მიდევს იმაში რა ქვია სხვენში და ისბერდება რა ჩემს მაგალითად. შენ ის ხარ Dorian Gray ხა? კი ბატონო. Dorian Gray. El Matadorian Gray. ხუჭა შენ ნიკნეიმი ნინჯაა ხო? აჰა. საიდან წამოვიდა არიცი? მაგრამ არ ვახსენებ, მე მგონი Fight of-ზე არ ვახსენებ მონაყოლი მაგის. ხო, მეც არ ვიცოდი, მე არ ვიცოდიტო. Короче, ვშუბობ ჩინეთში ახალ წელს, რა. ახალი წელს ხამის ივენტი არის და ანუ იანვრის დღეებში არის, მაგრამ ახალი წელს იყო ყოველდღე WLF-ში ყველაზე დიდი ივენტები რა. ძალიან მაგარი ივენტები რო არის, რა. 5 კამარს ათამაშებენ, ან 5 საჩემპიონო ბრძოლა არის და 5 სუპერ ფაიტი არის. და ერთ-ერთი სუპერ ფაიტი ჩემი იყო და ტრაინგლი დავუკეთე და დავაძინე რა. მეთქი და გამოდივარ და ხვიჩა კორიძე მენეჯერი მეუნება რომ ცუდი ანუ გაუგებარია და ვერასოდეს ვერ ამბობდნენ ამ ხვიჩა კორიძეს და მეც ანუ არანაირი არ შეწუხებაც არ მოვიდა ვერასოდეს შეჩოული ვარ რომ თუ ინგლისურად ამბობენ ვერასოდეს ვერ ამბობენ შემსახლებას რა ხო და მოდიო რაღაცა მოვიფიქროთო და რამე ისეთ რომ იმაში ჟღერდეს და მენეჯერი მეუნება ნინძაო და ეს მენეჯერი არის ჩინელი და ნინძა არის იაპონური ვიცი მე ვიცი ხო ანუ კი იონე დამიწერა და მეთქი მე ამას კიდე უკნია ბავშვი ფეხებზე მგიდია გინდა ხუჩა მკვლელი დამიზახე რამე შეურაცხყოფილი არ დავიძახოთ ღვაზე ხარ რა როგორ ჩატლი ისე დავიძახე და რო ჩინელმა გაიგოსო მიხდი მეუნება ხუჩა ნინძაო და მე ვფიქრობ გულში ხუჩა ნინძა ჩინელმა რამონჩი უნდა გაიგოსო როცა იაპონური ტექნოლოგი ბაზარი არის მეთქი თქო რა მაგან დამიწერა და აპოლოგიზი და მაგის მერე ისე შენი მეთოდით მოგება ეგ ნინჯური სტილი არის ჩუმად ხოვაზე ხარ და ეგრევე დააძინე და ალბათ მაგპონჩი უფრო არა ხო მაგ დაიძინა მეტოქს არ დათაფა და მაგპონჩი ხო ეგენი ხო ჩუმად მოძრაობენ და ის პირიქით არ უნდა დაინავ ესასინს არიან რა ხოვაზე ხარ
მაგ საბმიშენის მერე იმად ცნობადობა იყოს უბრალოდ რომ ანუ რაღაც მაგ მომენტში არნაირი ნინჯა არ იყო არც შეჩნებული საბრძოლო სიტუაციაში და სავარაუდოდ მაგ მომენტში რომ გამოვერჩიე თან ალბათ მტერი ქვეყნის რაღაც ასოციაციებთან ახლოს იყო რა იაპონელებთან მაგარი ისტორია მოყევიტო ბიჭო სხვა იმას რო კითხავენ სხვას რო კითხავენ ასოციაცია რა არისო იციო ასო კი ვიციო რა არისო და ციაცია ალბათ კვერცხები იქნება იქნება არის ეს ეგზე აღმოჭრა ბიჭო მოგეწონა half time show ყველაზე მაგარი half time show რომელი იყო I don't give a fuck გამისწორდა ეს half time show ცეცხლები რო დავინახე თორე მე ანუ მაგ დროს არც ვიყავი არენაზე რომ რაღაც სხვა თემებს თუ მოზრაობდი რაღაც ეგ ბიჭო იმას რა არის და ანუ სხვანაირ მოუძევა რა არ შემიძლია გადავრთო ეგ უცბად სკაპეხა მუსიკაზე გადავედი და და ეგ არ შემიძლია რა თუ მოვედით და დავჯექით და უყურებ ანუ სუ ისახარ ხო no you're სუ ეგ ვარ თელი 6 საათი მოწმული ვარ რომ არაფერი შემეშალოს იმიტომ რომ წინა პირველ კენაზე ვაფშე ანთროპომეტრიები არ წამეკითხია ძმაო შედარებები არ წამეკითხია იმიტომ რომ ეს ყვადაღებული ვიყავ ვაიმე რა მაგარად გზავზი ვარ თქო ეგ მიყვედა და ეხლა ვცდილობ რომ რაღაცნაირად ხო ხტები ხარისხი ავწიოთ და კონცენტრაციას ვცდილობ რომ შევინარჩუნო რა просто მაგარი იმებს აძრობენ რა არტისტებს რა ბოლოზე ყავდათ სკაზი ეხლა რობი კუხიანიძემ და ეხლა ხო რა თქმა უნდა ახლა როგორც ამბობს რა თქვი მე სკაზეც ვიჯე გამოვედი შვაში და რობი რო უკრავდა სად გამოვედი სადაც უკრავდა ეგ გამოვედი რომ ყველაზე ახლო რიგიდან მომესმინა და ძალიან გამისწორდა მაგრამ ყო ვიდეოც მაქვს ძალიან ყოფილი დავჭი ეგ ჯობდა რა მაკედან დაკვრა არ ჯობდა სენამან და დაკვრა ჯობდა მაკედან ვიდრე მანქანის შემოსვლები და აუ სკაზი იყო ყველაზე მაგარი ახლა რობი რა თქმა უნდა არის ლეგენდა არის და რაღაც ყველაზე ხარ მაგრამ სკას მისის მომენტი ქონდა რობისაც მისი მომენტი ქონდა რა ვიცი ნელი სათქმელია მას რა მე პროსტა მე სიმართლე გითხრა ხო რობი რაჟანსის უკრავს ხო მე მეტალის მაგი უფრო ჩემთვის უფრო ახლო ჟანრი არის ჩემთვის ვიდრე გრანჯს რომელსაც უკრავს სკაზი რა უფრო ახლო ჟანრი არის ჩემთვის რობი რაც დაუკრა ამიტომ უფრო ადვილად ავყევი ერიქით მაგარი იყო სკაზის რო შიგნით შევიდნენ და ოქტაგონზე ესე წრერო დაარტყა და რაღაც იქ რო იყო უფრო მაგარი იყო ჩემი აზრით რა მაგრამ ისე რობის ძუძუს არაფერი არ ჯობია ძმაო ეგ არის შედევრი ტრეკი რა ხო აზე ხარ რობის ძუძუს კი არა ბიჭო იმ ძუძუს რომელზეც რობი მეკ ტრეკი დაწერა ალბათ თორე რობის ძუძუს you crazy man ბიჭო ეგ მარტო ერთზე არ დაწერდა თან ორ-ორი მოდიან წყვილთან წყვილებად მოდიან და ეხა მე გუთხარი იმას ენდის უთხარი ვინ უკრავსო დღესო და აუხსენი მაგ ძუძუს თემა აუხსენი რა ტექსტის დაულაგე რომ აი ეს არის მათო ჩაიმს გააყენოთ მეთქი ხეულები თამაშები და ელოდებოდა გიჟივით მაგ შოუს მე გავუსწორო თუ აღარ მეკითხავს ეხა მწერს რაღაცას ბიჭო ევა დაევასა საქართველო მაგრამ დაევასა მაგრამ სულ ეგრევე გარბის და ხინკლის ჭამა და რაღაც ვერ მოახერხეთ და წინაზე რომ წავედით after party-ზე ეს ვიყავი რაღაც მოგეთ წინაზე after party-ზე არ მახსოვს როგორ იყო კარგი იყო ცუდი იყო ვერ შევირგეთ და ეხა შემდეგზე რომ ჩამოვა პირველი მიმყავს ხინკაზე ხინკალი ვერ გავასინჯეს მე ტიპს სამჯერ იყო საქართველოში ბიჭო after party როგორ მოასწარი UFC რო იწყება ეგრევე ძალიან ცოტა დრო გახო არ იძინებდა რამე ხო ან 4-ზე იწყება და ეს დამთავრდა წინაზე 11-ზე თუ 12-ზე და 3 საათი თუ 2 საათი მივედი, მაგრამ არ დამილევია UFC-ზე ყოველთვის ფხიზელი შევდივარ, რომ ემოციურად არეული არ გავიჩიტო და რაღაც ხოხტები სწორ დროს გამიხარდეს, სწორ დროს მეწყინოს და ასე შემდეგ. მე ძალიან მაგარი საუბარი გამოგვივიდა როგორც ყოველთვის რა, დღეს ჩვენთან არის ელ ბუჩო, გიორგი ბუჩუკური ჩვენ ვართ Fight Hop პოდკასტი პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი შეგახსენებთ რომ უფასო არის ეს ყველაფერი და შეგიძლიათ გამოგვიწეროთ YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და Spotify-ზე და დარჩით ჩვენთან გიო ძალიან დიდი მადლობა რა შენთან საუბარი არის ხოლმე ყოველთვის ძალიან მაგარი და ველოდები შემდეგ როდის როდის გონია რომ მაგარი დრო იქნება აი ჩემი აზრით აი White House-ი რომ მორჩება ან რაღაცა უეჭველი უნდა გაიჩითო იმიტომ რომ გული უნდა მოვიფხანოთ ხო აზე ხარ ილიას
ბიჭო, ანუ ეგრევე. Let's go. ხო, ანუ White House-ის მერე იქნება ძალიან მაგარი რა. კვირას არის White House-ი, იცი? კვირას არის White House-ი და ორშაბათს დილით ვიქნები თქვენთან ერთად. კვირას არის White House. შენ მუშაობ მაგდრო. I'm taking off. სამსახური დაბადების დღეზეა. აუ, მართლა კვირას არის, ანუ ეგ იცი? ანუ ბიძას დაბადების დღე აქვს ბიჭო და კვირას საღამოს, ხო? საკეთებელი იყო გასაკეთებელი. ხო. ტიპი რა ხელა პარტის აკეთებს დაბადების დღეზე ტალმოღამე UFC-ს ატარებს თავისი ილია თოფურია უნდა აჩხუბოს თავის დაბადების დღეზე და პოატან. ატავინ არის. გეგონება ხოლმე 11 წლის არის რა. პატა. შვილო პატა რა უთხრა დედა. პატა ჭამა რო უყარს. ჭამა. მე ძალიან მაგარი. ეგ წასვლის დროა ძალიან იმაში გადავიკარგეთ. მე მევასება ხოლმე ეგრე სუხუმრობა და ისა ძალიან რა. ხურობას არაფერი არ ჯობია რა. ისე MMA კომედი ძალიან მაგარი პონტი არის. კომედი ყველაფერს უხდება, არა? ალბათ მას ქელექს არ უხდება და გასვენებას და არ შეიძლება. კი, მაგრამ რამდენი ანეკდოტი არის იმაზე, პანაშვიძე ან იმაზე. მაგასაც დაუფიქრდი, ალბათ ქელექზეც იქნება ან პანაშვიძე. ხო, ბევრი ანეკდოტი არის. ბიჭო, გააჩნია ხა ვის ქელექზე ხარ ძალიან დიდ ადამიანი თუ დაიღუპა ხო, ხლები ასაკოვანი და რაღაცა შემიდიხარ და გლიცინებ, მაგრამ ტრაგიკულების არსებობს რა. ბაზარი არის. მაინც ჩავიგრუზებით. თუ დავიგრუზებით. ძალიან მაგარი თოლქი იყო და ბიჭო, ხუჩა რა მაგარი სტუმარი ყავდა იმაზე უნდა გელახა ფაითობზე მეტი ფაით. აუ, მე როგორ ვერ უყურებტო, რამე მოხსენით. ხო, მალე დააბრუნეთ. ხო. მეც მაგრა ვიცი ამუნე, იმიტომ რაფერა იცი ერთ ტალღაზე რო ვარ ხო ტიპები ხო ძალიან ისე ორგანიკულად მიდის და ჟღერს რა. პლუს ბიჭო, ამ თემებზე ისაუბრეთ იქაც White House და რაღაცებზე? არ ქონდა დრო. მაგდენ დრო არ ქონდა, ხო. ბიჭები უნდა წასულიყვნენ იქ და სეტაპი გააკეთებინათ სასტუმროში და. ანუ კენაზე იყო ბაზარი, ხო? კენა და წინა ივენთი ხამზატი სტრიქტად. ძალიან ჯიგრები ხართ რა, დიდი მადლობა რა, პირადად შენ და მთლიან გუნდს რა და იმედი მაქვს როდეს მე ნახავ თქვენ პოდკასტს. ქართული VPN-ი გჭირდება შენ რა. რეალურად მარტო ერთი არის პრობლემა. მე ტაილანდში რო ვიყავი, ხო, კენას დროპი როცა იყო, ანუ მაგის ძალიან მინდა რომ მაგის ყურება და ვერ ნახე ქართული VPN-ი, ქოქი ამბობდა რომ ქართული VPN-ი არის საჭირო და რაღაც VPN-ებზე და ჩავიწერე და არ მუშაობდა ქართული სერვერი არ ქონდა. ქვეყანა საქართველოს იყო და სერვერი არ ქონდა ქართული წარმატებიანი რო ჩამერთა და თან მაგ მე მგონი უკვე 72 ეპიზოდი იყო, შეიძლება 72-ს უყურო გიო ისე საინტერესო. პირველ 26-ს არ უყურო ბრო. აბა ჯიგრები ხართ რა და დროებით მადლობა ნოსტალგიო ძმა ხარ ხუჩ ძმა ხარ ბრო გასწორა ამ შემოგვირამ შენ კარტით You tune into the Kartvelians on the fight.